მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC. ეპიზოდს წარმოვიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ასევე წინა ეპიზოდში უკვე დავაანონსე, რომ ჩვენი ახალი პარტნიორი არის Classroom-G, რომელიც არის პლატფორმა, სადაც სტუდენტები და მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს. ანუ ფაქტობრივად შეგიძლია თიშოოთ. კარგი მასწავლებელი ძალიან ბევრ საგანში და ასევე თქვენც იმუშაოთ, თუ გაქვთ ამის გამოცდილება. ამავე დროს იქ დამატებით პირობები არის მწარე პოდკასტის მსმენელებისთვის, პრომო კოდიც, რომელიც ყველაფერი მითითებული არის პოდკასტის აღწერაში და კომენტარებში. ხოლო ჩვენ ამ ეპიზოდს ვიწერთ ეკო ჩემბერის სტუდიაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის სანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი, რომელიც ჩვენთან ძალიან ადრეულ ეპიზოდებში ხშირად იყო. თურქეთზე გვაქვს მთელი სერია გაკეთებული თავის დროზე. ვინც აი პოდკასტის ძველი მსმენელები არიან, ყველას ახსოვს ეს ეპიზოდები, რამდენიმე ნაწილად ქონდა დადებული, დაწყებული აი რაღაცა ოსმალეთიდან და იქ და მოყოლებული თანამედროვე თურქეთამდე სერია ქონდა ადრე ჩაწერილი. რა თქმა უნდა, ხა მაშინდელი პოდკასტები გაცილებით არაპროფესიონალური იყო, ალბათ უფრო შემდგომ დროინდელ ეპიზოდებთან შედარებით, მაგრამ თავისი მუღამი იმასაც ჰქონდა რა, იმიტომ რომ აი ეგეთ პირობებში რომ პოდკასტ ჩაწერდი, როგორც მაშინ იყო ყურსასმენით და იმით, მაინც რაღაც პოდკასტები მასე იწყებოდა როგორც კულტურა ზოგადად. ხო, ანუ ზოგს გონია რა პოდკასტის მენელს, რომ ეს პოდკასტი უცებ რაღაცა პროექტი არის, ანუ ვიღაცა დააფინანსა რაღაცა და სინამდვილეში კოვიდის დროს გასართობად დაწყებული ამბავია ეს ყველაფერი, რომელიც საბოლოო ჯამში მე სტუდიამდე მოვიდა, ასე ვთქვათ. მარტო ჩვენი პოდკასტები კი არა, პოდკასტის კულტურა მასე იწყება ზოგადად. მასე იწყება ზოგადად, უბრალოდ რა ის საქართველოს შედგება პოდკასტის კულტურა ძალიან ახალია და ეხლა დაიწყო ძალიან ბევრი პოდკასტების გაჩენა და ასე შემდეგ. მანამდე წარმოდგენა არ ქონდათ როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. ჩოლურ გადაცემა ეგონათ ხოლმე პოდკასტი და ნუ აქედან გამოწეული. მაგრამ მე ერთი ეპიზოდს ალბათ მე თუ გავაკეთებ მწარე პოდკასტის ისტორიას რა და როგორ ხდება და რა პროექტია და რა ასე შემდეგ, როგორ მოვიდა იდეა და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ და ვისაუბროთ ძალიან მოთხოვნად და საინტერესო თემაზე. შეეძლოთ წერდნენ ხოლმე ამაზე, რომ რატო არ საუბრობთო ტყვეთას ყიდვაზეო და მონათვაჭრობაზეო, იმიტომ რომ საკმაოდ აქტუალური საკითხი არის, მიიჩნევა რომ ხშირად მე-16, მე-18 საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი ძირითად პრობლემადაც თვლიან ხოლმე ამას, თუ ბევრი დაობს რამდენი ათასი ქართველი გაყიდულა სხვადასხვა დროს, რამდენად მოახდინა მან ზეგავლენა მერე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. და ჩვენ შევეცდებით დღეს რომ აი ოსმალეთზე აქცენტით, ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საქართველოსთან მიმართებაში ძირითადი ბაზარი, სადაც ყოველ შემთხვევაში ხდებოდა ქართველების გაყვანა, მაინც ოსმალეთი იყო. თუმცა ვისაც მოსმენილი გაქვთ, მე გირჩევთ ასევე მოусმინოთ ალექსანდრე მიქაბერიძესთან ჩაწერილ ეპიზოდებს. მის მინეში არის 2 ეპიზოდი. ქართველები, უცხოელთა თვალიდან ნახული ქართველები და უცხოეთში დაკარგული ქართველები არის კიდე ასეთი ეპიზოდი, სადაც აი ეს სწორედ ასეთი წაყვანილი მონების ბედზე ბევრი არის ნათქვამი. ასე რომ ჩვენ ყველაფერზე ეგრეთ დაწვრილებთ აღარ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ არის უკვე ქართულ ენაზე ამაზე ძალიან კარგად მოყოლილი ეს ყველაფერი, მაგრამ ვეცდებით რომ აქაც გავარჩიოთ ზოგიერთი ეს საკითხი. მე მოკლედ შესავალში იმას ვიტყოდი, რომ მონათვაჭრობა ზოგადად ამ რეგიონში, კავკასიაში და შავი ზღვისპირეთში ანტიკური ხანიდან ძალიან გავრცელებული იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი ჯერ კიდევ კოლხეთი გამოირჩეოდა იმით, რომ მისი რესურსები არის, სადაც ისინი ყიდიდნენ, იყო ხე-ტყე, იყო სელი და მონები. მონები იყო მთავარი რესურსი, რომელიც გადიოდა ხოლმე კავკასიიდან, ჯერ კიდევ ბერძნულ-რომაულ სამყაროში, ნუ ამაში დამადასტურებელი უამრავი წყარო არის სხვადასხვა არქეოლოგიური მასალაც კი. შემდგომ პერიოდში შუა საუკუნეებშიც იყო სხვადასხვა. აი ჩვენ ახლა წარმოვიდგენია, რომ აი შუა საუკუნეებში ერთიანი ქართული სამეფოა, ნუ თუნდაც შემდგომ პერიოდში მაინც რაღაც სახელმწიფოებრივი წყობა, ხო, საქართველოს მეფეა და ადმინისტრაციული სისტემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხდებოდა ხოლმე მონების გაყვანა, განსაკუთრებით ეს გაცხოველდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, რაც შავიზღვისპირეთში უფრო კაფიოდ გამოჩნდნენ ვენეციელები, გენუელები და ისინი ყიდულობდნენ ძალიან ბევრ მონებს, ჩერქეზებიც იყვნენ, ყივჩაღებიც იყვნენ ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქედან მე ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოცა დაარსდა, ხო, მე-13 საუკუნეში მათი უმეტესობა ყივჩაღური წარმომავლობისები იყვნენ ეს მამლუქები, მათ შორის ცნობილი ბეიბარსიც, რომელიც
რომელიც ყირიმიდან წაიყვანეს თავის დროზე. ასე რომ აი ქართველების მონათვაჭრობა ამ პერიოდში მიმდინარეობდა, მაგრამ რა თქმა უნდა იმ მასშტაბებში არ იყო ეს ყველაფერი, როგორიც იყო აი მე-17 საუკუნის, მე უკვე მე-18-ში განსაკუთრებით, ხო? და ძალიან ბევრ რამეში გამოჟღავნდა რატომ იყო მე-18 საუკუნეში, ან ჩვენ უკვე მასშტაბებს ხედავთ ამისი. ჯერ ერთი ჩდებიან თანამდებობის პირები, ძალიან ბევრი, იგივე ოსმალეთის იმპერიაში, ჩდებიან სამხედრო ელიტებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ პოპულარული იყო ხო ჩერქეზების და ქართველების საყვანა, მამლუქების რაოდენობა იზრდება ძალიან ქართველებისა. ზოგს გონია რომ მამლუქები ყოველთვის ქართული წარმომავლობისები იყვნენ, აი სასულთნოს დაარსებიდან, თუმცა ასე არ იყო. თავდაპირველად იქ ის ორი დინასტია, ბაჰრელებისა და ბურჯელებისა, იმ პერიოდში ქართული მამლუქები აქტუალური იმდენად არ იყო, იმიტომ რომ არ იყო ეს მონათვაჭრობა ასეთი მასშტაბებზე გასული ჯერ კიდევ რა საქართველოში, მაგრამ როცა გახდა აი მე-18 საუკუნეში ზუსტად და თანაც ამას ამ ამბებს ემთხვევა ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში, რომელზეც მე ადრე ვისაუბრე და მაშინ ვახსენე რომ ძალიან ბევრი ქართველი მამლუქებია, ხო? სათავეშიც ქართველი მამლუქები დგანან იბრაჰიმ ბეი და მურად ბეი და ამათ გარდა იქ სალიჰ ბეია და ასე შემდეგ სხვა ქართველი მამლუქები, რომლებიც ერთმანეთთან დანათესავებულებიც იყვნენ იქ, ქართული საუბარიც იცოდნენ, ერეკლესთანაც კი ჰქონდათ ურთიერთობა და შემდეგ ძალიან მათი ქართული იდენტობა მეტნაკლებად შენარჩუნებული იყო, ხომ იმდენად იყო გაფართოებული ქართველი ტყვეების გაყვანა. აი ასე რომ აი როგორ ხდება ეს პროცესი, რას წარმოადგენდა მონა ისლამურ სამყაროში და ოსმალეთში ამ შემთხვევაში, ხო? აი ამაზეც საინტერესო იქნება დღეს რომ ვისაუბროთ. იმიტომ რომ საერთოდ ამბობენ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ ოსმალეთში და ზოგადად ისლამში მონა და მაგალითად ის მონა, რომელსაც ევროპელები მაგალითად იყენებდნენ პლანტაციაში სამუშაოდ, ორი სხვადასხვა რეალობა არის. აი რა განსხვავებაა ამ მონობას შორის? მოგესალმებით. დავიწყოთ იქიდან, რომ ისლამში ზოგადად მონობა ბევრად უფრო პოლიტიკურად მოქნილი ინსტიტუტია და ეს არ ჰგავდა არც ევროპული ტიპის მონობას და არც ბატონყმობის ინსტიტუტს იმ გაგებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისლამში მკვეთრად არის განსაზღვრული, რომ მონობა არის რელიგიურად ლეგალური, ამდენადვე ძალიან ბევრია მონების გათავისუფლების გზებიც და ამავე დროს საკმაოდ გაიოლებული იყო ყოველთვის მონებისათვის თავისუფლების შესყიდვაც და ამავე დროს იმის გამო, რომ ძალიან მკვეთრად იყო განსაზღვრული ის თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მონა, ანუ ისლამის მიხედვით არამუსლიმების გარკვეული კატეგორია და ისეთ შემთხვევაში თუ კი ადამიანი გამუსლიმდებოდა, მისი მონობიდან გათავისუფლება ხშირ შემთხვევაში სულის საცხონებელ ქმედებადაც კი მოიაზრებოდა და ხშირი იყო ისეთ შემთხვევები, როდესაც ისლამზე გადასულ მონას მისივე პატრონი საიქიოს ხათვით ათავისუფლებდა და შესაბამისად ასეთ რეალობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონობას მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა, ის ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მიმზიდველი იყო თავად მონისათვის, ვიდრე იგივე ევროპაში ყმად ყოფნან, იგივე მაგალითად აფრიკელი მონის ადგილას ყოფნა, იგივე მაგალითად პლანტაციაში. შესაბამისად ეს ოსმალეთის იმპერიაში ძალიან განსხვავებული მონობის საფუძველი გახდა და აქაც მიუხედავად ისლამური რეალობისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ იმის გამო, რომ ოსმალები ამავე დროს ორფს, ანუ ტრადიციულ სამართალსაც აღიარებდნენ, მონობის საკითხები ყოველთვის ისლამის მიხედვით არ იყო გადაწყვეტილი. ასე მაგალითად ისლამში ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ნებაყოფლობით აღიარებდნენ მუსლიმების ძალაუფლებას და ზიმიები ხდებოდნენ, ანუ მფარველობის სანაცვლოდ მუსლიმ მმართველებს გადასახადს უკისრებდნენ, გადასახადს გადახდას იკისრებდნენ, წესით არ უნდა დამონებულიყვნენ, მაგრამ ოსმალეთში მთელი რიგი პირობებიდან გამომდინარე, იგივე მაგალითად ეს როგორ იყო ქალაქის ჩაბარების შეთანხმება, როგორ იყო ადგილობრივი მმართველი, როგორ ჩაიარა სიტუაციამ და ასე შემდეგ, მასეთ შემთხვევებში ხშირად ამ არამუსლიმებსაც იმონებდნენ ხოლმე. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი, რომელიც ოსმალეთის იმპერიას ახასიათებდა, ისიც იყო, რომ ეგრეთ წოდებული ერეტიკოსების, ანუ ზინდიკების დამონებაც ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ორთოდოქსული ისლამის მიხედვით ერეტიკოსები ერთი ვარიანტის მიხედვით მაინც მუსლიმებად ითვლებიან და მათი დამონება მაინც არ შეიძლება, ხოლო მეორე ინტერპრეტაციის მიხედვით მათი დამონება არ შეიძლება, რადგან ისინი ადგილზევე უნდა დაიხოცონ. ამის მიუხედავად, განსაკუთრებით იგივე ოსმალეთ-სპარსეთის ომების პერიოდში ძალიან ბევრ სპარსელ მონას ვხვდებით, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად მუსლიმები იყვნენ და მათი დამონება არ შეიძლებოდა, ანუ ისინი ან მუსლიმებად ითვლებოდნენ, ან ერეტიკოსებად და ასეთ შემთხვევაში უნდა დახოცილიყო. იყო პერიოდი, როდესაც სტამბოლში იმდენი სპარსელი მონა გამოჩნდა, რომ ერთგვარი სპარსელი მონების ინფლაციაც კი შეიქმნა და მათზე ფასი ძალიან იყო დაცემული. და აქ ძალიან საინტერესოა ის, რომ თავად ანატოლიის ერეტიკოსად მიჩნეულ სექტებს, დღევანდელ ალევიტებს, მაშინდელ ყიზილბაშებს, ანუ სეფიანების მომხრე, ну, თლაც შიზმსაც ვერ დავარქმევთ მათ სარწმუნოებას, სინკრეტული შეიტური მიმდევრებსაც, ჩვეულებრივად იმონებდნენ ხოლმე და ქართველ ჩერქეს თუ სხვა მონებთან ერთად ხვდებით
ყიზილბაში მონებით ვაჭრობის შესახებ საბუთებსაც იმ პერიოდიდან. შესაბამისად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ოსმალეთში ისლამთან ერთად ადგილობრივი ტრადიციებით საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა მონობის ინსტიტუტზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, ეს იყო სიტუაცია, სადაც მონას გათავისუფლების ბევრად უფრო მეტი ვარიანტი ჰქონდა და როგორც მე ვნახავთ უკვე საკმაოდ ბევრი ყმაგლეხი თუ ევროპულ ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაგრული, სწორედ ამ მიზეზის გამო გარბოდა ხშირად საკუთარინებით ოსმალეთში. ხო. თან გავითვალისწინოთ რა ფუნქციას ანიჭებდნენ ხოლმე ამ მონებს. ხო, შეიძლება ნებისმიერი რაღაც ყოფილიყო ოსმალეთის იმპერიაში. არ იყო შეზღუდული, რომ მაგალითად პლანტაციაში სამუშაო წაგეყვანა, ხო, ან მიწის მეურნეობაზე, ან რაღაცა სოფლის მეურნეობაში გამოგეყენებინა, შეიძლება ბევრი ის ქონოდა. დიახ, და აქაც რასობრივი იერარქიაც არსებობდა მონებს შორის. და თავად შიდა პოლიტიკაზეც მონებმა ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინეს. სანამ თავად შიდა პოლიტიკური დინამიკაზე გადავალთ, რასობრივი იერარქიას რომ მოკლედ შევეხოთ. ის პლანტაციის მონები, რაზეც საუბარი გვაქვს, როგორც წესი აფრიკელები იყვნენ და იმის გათვალისწინებით, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში ოსმალების დასუსტებასთან და აფრიკელი მონებისათვის ახალი ბაზრის, ანუ ამერიკის გაჩენასთან ერთად მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდამდე შავკანიანი მონები ოსმალეთში გვხვდებოდნენ, თეთრ მონებთან შედარებით მათი რაოდენობა ბევრად მცირე იყო და შემდეგ უკვე როდესაც ეგვიპტის მმართველმა მუჰამედ ალიმ დღევანდელი თურქეთის სამხრეთ ტერიტორიები დაიკავა, იქაც კი მუშახელა და პლანტაციებში სამუშაოდ სირიიდან ალავიტები და ეგვიპტიდან არაბები ჩამოასახლა. და აქაც კი აფრიკელები უბრალოდ იმ რაოდენობით არ იყო, რომ მათ საბოლოო ჯამში ეს კონდეთ და მეორე მომენტი კიდევ ის იყო, რომ სახლში თეთრი მონის ყოლა ბევრად უფრო პრესტიჟული იყო, ვიდრე შავის და მართალია. იგივე საჭურისებად ბოლო პერიოდში როგორც წესი შავკანიანები ჰყავდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თეთრი მონა ბევრად უფრო პრესტიჟული იყო. და შეეხება თურქეთის შიდა პოლიტიკურ პრობლემებს. კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე ოსმალეთის იმპერიაში ძალიან დიდი როლი ეკავათ ადგილობრივ თურქულ არისტოკრატიულ გვარებს. იქნებოდნენ ისინი დანიშმენდები, ჩანდარლიები თუ სხვები. და როდესაც ჩანდარლის გვარმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გავლენა მოიპოვა და მათი ბოლო წარმომადგენელი სიკვდილით დასაჯეს, ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მესვეურება გადაწყვიტეს, რომ თურქული არისტოკრატიული გვარების გაძლიერება არ იყოს სწორი და ამის შემდეგ მაღალი რანგის სამხედრო პირები, მაღალი რანგის სამოქალაქო მოხელეები და ხშირად დიდ ვეზირები, როგორც წესი დიდი ვეზირებიც კი, როგორც წესი ამ ეგრეთ წოდებული კაპიკულუებიდან, ანუ სულთნის პირადი მონებისგან იყვნენ შერჩეულები. ეს ხალხი რეალურად ძალიან კარგად ცხოვრობდა. ძალიან ბევრი პრივილეგიაც ჰქონდათ, მაგრამ როგორც წესი ტექნიკურად მონები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ სულთანს ექვემდებარებოდნენ და მათი ქონებაც სულთნის ქონება იყო და სწორედ ამის გამო შეიქმნა შემდეგ უკვე ოსმალეთში საკმაოდ რთული ვაკიფების სისტემა, როდესაც იმის გამო რომ ვაკიფი მისი მფლობელის ან მფარველის შემდეგ ექსპროპრიაციას არ ექვემდებარებოდა, ძალიან ბევრი ფაშა, იმის გამო რომ ეს თავის ქონების შვილებისთვის დატოვება შეძლებოდა, ამ ქონებას ვაკიფს სწირავდა, ხოლო ვაკიფის მმართველობა გადადიოდა მისი შთამომავლების ხელში და ასე ახერხებდნენ ამ ქონების თავიანთი შვილებისათვის გადაცემას. ხო, რაღაცით გავს სხვადასხვის ჩინეთში არსებულ საჭურისების სისტემას, რომ თუ გახსოვს, სანამ ცინგის დინასტია იქნებოდა, მანამდე ჩინეთში 200,000-მდე საჭურისი ყავდა დაახლოებით და იქაც ეგეთი პრინციპი იყო, რომ საჭურისი იმიტომ მოყავდა, იმიტომ სჭირდებოდათ, რომ მას არ ქონდა გარდა იმისა, რომ პირადი ის ქონდა ამბიცია, ხო? არავინ მემკვიდრეობას ვერ გადასცემდა თავის სამშენებლობაში. დიახ, მაგრამ ოსმალეთში უკვე თეთრი მონების ძალიან გაძლიერების შემდეგ, როგორც წესი, თეთრი საჭურისები თითქმის აღარ დარჩნენ, ვინაიდან მათი ეს სამხედრო სტატუსი და ის რომ საჭურისება მამაკაცობისგან ჩამოშორება და აღიქმებოდა და განსაკუთრებით იანიჩრებს და იგივე მაგალითად იგივე კაპიკულოს კავალერიას და სხვებს ეს მამაკაცური და მასკულინური ატრიბუტები საკმაოდ სერიოზული ჰქონდათ. მათი საჭურისებისგან შედგენა უბრალოდ უაზრობა იყო როგორც პოლიტიკურად, ისე სოციოლოგიურად წამგებიანი იყო და შესაბამისად სასახლის კარის მოხელეების თვალსაზრისით რა როგორც ვიცი ხა ჩინეთშიც ისინი ნომრები არ იყვნენ ამ შემთხვევაში, უბრალოდ მოხელეების უზარმაზარი ბიუროკრატია იყო. ერთი განსხვავება ისაა, რომ ჩინეთში ბოლო პერიოდამდე შემორჩა, მაგრამ ოსმალეთის იმპერიაში შავკანიანი ჰარემის მომვლელების გარდა ბოლო პერიოდში საჭურისი თითქმის აღარ იყო. ხო, ჩვენ დევშირმეზეც შეგვიძლია ვთქვათ, რა არის დევშირმე, ხო? რაც ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონობის ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, დევშირმე იყო. დევშირმე ეს იყო, როდესაც ხარკის სახით, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობისაგან გარკვეულ ასაკს მიღწეულ ბიჭებს იყვანდნენ და მათი საკმაო ნაწილი იზრდებოდა ჯარისკაცად და იანიჩრების კორპუსის ნაწილი ხდებოდა, ნაწილი კი
როგორც წესი, სამოქალაქო მოხელე ხდებოდა. ხოლო ის რაღაც ნაწილი, რომელიც სავალდებულო რამდენიმე წლიანი მიწაზე მუშაობის შემდეგ ვერც ერთში ვერ გამოიჩენდა თავს, როგორც წესი იქ ვერ რჩებოდა და მათი შთამომავლობას დღეს ანატოლიელი გლეხები არიან. ანუ არც ის არ იყო რომ დევშირმეთი აკრეფილი ყველა მათგანი შეიძლება იანიჩარიან მოხელე გამხდარიყო, მაგრამ ბევრი ხდებოდა. და საინტერესოა რომ ისეთ ადგილებში, საიდანაც დევშირმე ჰყავდათ, როგორც წესი სხვა ტიპის მონობა მიღებული არ იყო. ანუ ეს დევშირმე უკვე ითვლებოდა ხარკის ერთგვარ ნაირსახეობად და როგორც წესი ის ადგილები, სადაც დევშირმე გამოიყენებოდა, იმ პროვინციებს საკმაოდ სერიოზული საგადასახადო შეღავათები ჰქონდათ ხოლმე. ან თუ კი არ ჰქონდათ საგადასახადო შეღავათი, აქ არსებობდა სხვა ტიპის მონობის და მსახურებისაგან საკმაოდ სერიოზული თავისუფლებები და პრივილეგიები და ასევე ისლამის გამო, ან ისლამის მიღების გამო ხო თავისუფლებდებოდნენ გადასახადებისაგან. მაგრამ არ ნიშნავდა იმას, რომ დევშირმე არ ნიშნავდა იმას, რომ ოჯახის მუსლიმდებოდა და დევშირმე არ ნიშნავდა იმას, რომ იანიჩრების კორპუსში ან სამოქალაქო მოხელებაში ჩაწერილი თავის ნათესაობასთან ურთიერთობას წყვეტდა. არა. ასე მაგალითად, ოსმალეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიდვაზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა, იგივე მეჰმედ-ფაშა სოკოლოვიჩი ოჯახის წევრებთან ბოლომდე ინარჩუნებდა კონტაქტებს და მოგვიანებით სერბული საპატრიარქოც აღადგინა და თავისი ძმა ბიძაშვილი ან სხვა ტიპის ახლო ნათესავი მაკარია სერბეთის პატრიარქადაც კი დანიშნა. ანუ გარკვეულწილად სიმბიოზი არსებობს ოსმალეთის იმპერიაში, ადგილობრივი რაც იყო ბალკანეთზე მათი და უბრალოდ ოსმალეთის იმპერიის მის ქვეშ არიან მოქცეული. როგორც დაახლოებით ერთი რას მაგონებს ეს როგორც ქართკახეთი იყო ამ შემთხვევაში ირანის დაქვემდებარებაში. ანუ რაღაცა გარკვეული ხო იცი აქ უფრო მეტი იყო დამოუკიდებლობის ხარისხი თქოს იმიტომ რომ მეფე თავის მეფე და ეს არსებობდა, მაგრამ ხა ოსმალეთის ისედაც უფრო კარგად იყო ადმინისტრაციულად მოწყობილი და უფრო მეტად ამ შემთხვევაში იმპერიული პოლიტიკა უკეთესი ქონდა ამ ხრივ, აი უკეთესი ჭყალებში, ვიდრე ირანს, ხო? უკეთად იყო ორგანიზებული და შესაბამისად იქ ვერ მოხდებოდა მასეთი რაღაც, მაგრამ ნუ მაგის ნიშნები არის დაახლოებით იქაც. ამის მიუხედავად დევშირმე ბალკანეთის მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტრამვა იყო და თურქებისადმი ზიზღის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და აქაც საინტერესოა, რომ ყველა რეგიონი ან ყველა ეთნიკური ჯგუფი დევშირმეს არ ექვემდებარებოდა. ყველაზე გავრცელებული იყო დევშირმე როგორც წესი დღევანდელ ბოსნიაში და ალბანეთის ნაწილებში. გარკვეულწილად მაკედონიაში და ბულგარეთშიც, ხოლო საბერძნეთს რაც შეეხება, აქ როგორც წესი, ვინაიდან საბერძნეთი და დღევანდელი პელოპონესის დაპყრობა ძალიან სპეციფიკურად წარიმართა, თესალია სხვა დროს დაიპყრეს, მორეა სხვა დროს დაიპყრეს და ასე შემდეგ, აქ როგორც წესი რეგიონულ შეთანხმებებზე იყო დამოკიდებული და იყო ადგილები, სადაც დევშირმე არსებობდა, მაგრამ იყო ადგილები, სადაც ოსმალეთის მმართველობაში შესვლისას მოლაპარაკების პირობა იყო, რომ იქ დევშირმე არ ყოფილიყო და ამ რეგიონებში როგორც წესი დევშირმეს არ ვხვდებით. რაც შეეხება ის საინტერესო ჯგუფებს, როგორებიც იყვნენ იგივე ლაზები და ებრაელები. ლაზებთან მიმართებაში დევშირმე გარკვეული პერიოდი გამოიყენებოდა, მაგრამ მალევე შეწყდა. ხოლო რაც შეეხება ებრაელებს, როგორც წესი აქ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას ვხვდებით. ოსმალეთის იმპერიაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თურქეთშიც კი ბევრი თulis, რომ თურქი ებრაელები და ოსმალი ებრაელები ძირითადად იყვნენ ესპანეთიდან გადმოსული ებრაელები, ისინი მხოლოდ საკმაოდ ბევრად გვიან მოვიდნენ ოსმალეთის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე არსებობდნენ ბერძნულენოვანი რომანიოტები და არაბულენოვანი აღმოსავლელი ებრაელები. მიუხედავად იმისა, რომ დევშირმე არ ეხებოდათ სეფარდებს და მათი ოსმალეთის დასახლების ერთ-ერთი პირობა სწორედ ეს იყო, რომანიოტებს და არაბულენოვან ებრაელებს დევშირმე კარგი ხნის განმავლობაში ეხებოდათ. და არაბულენოვანი ებრაელების შემთხვევაში დევშირმეს შეწყდა მას შემდეგ, რაც იქ ადგილობრივი არაბული და ქურთული ტომების გავლენის ზრდასთან ერთად იქაური ებრაელები ამ ქურთული ტომების ბელადების ყმებად იქცნენ და შესაბამისად უკვე მათი საკუთრება იყვნენ და ქურთ ელიტებთან დადებული შეთანხმების პირობებში ასურელებს, ადგილობრივ ებრაელებს და სხვებს ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლება შეეშვა. ხოლო რომანიოტების შემთხვევაში ზუსტად როდის შეწყდა მათი დევშირმესადმი დაქვემდებარება, საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცნობებია, მაგრამ სავარაუდოდ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბალკანეთის ხალხებთან მიმართებაში. საქართველოს რამდენად ეხებოდა ეს ფუნქციონირებდა თუ არა მსგავსი რამ? დასავლეთ საქართველოში არასოდეს, ხო? იმიტომ ზოგ ვინაიდან მიუხედავად ზოგს რა ეთყობა ეს გარკვეულწილად გამომდინარე იქიდან რახან ქრისტიანი ბიჭები მიყავდათ, ანუ მაშინ დევშირმეთი, ხო? ანუ სამხედრო სამსახურში ეთყობა ზოგს გაუჩნდა თავმჯდელობა, რომ იმპერიის მთელი მიდან ხდებოდა ეს, ხო? არასოდეს, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ოსმალური ადმინისტრაცია აჭარის გარდა კლასიკური გაგებით არასოდეს ბოლომდე არ შესულა და თურქულ გარნიზონებს არ გასცილებია და შესაბამისად არც დევშირმესთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.
ხო, არც ანუ ახალციხის საფაშოში და არც ახალციხეში არ ყოფილა. ისე საინტერესო მომენტია ზოგადად ეს, რატომ არ ქონდა ოსმალეთს ინტეგრირებული დასავლეთ საქართველოს უშუალოდ იმპერიის საზღვრებში შენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ ოსმალეთი იყო ზოგადად ბალკანური იმპერია და მისი ფოკუსი ევროპისკენ იყო მიმართული, ხოლო ოსმალეთის სტაგნაციის შემდეგ ევროპელებთან ომის და მთელი რიგი პრობლემების გამო ეს პერიფერია მაინც და მაინც არაფერში არ აინტერესებდა. ხოლო რაც შეეხება ახალციხის საფაშოს, აქ დაახლოებით იგივე რეალობას ვხვდებით, როგორც მაგალითად ბოსნიაში იყო. ვინაიდან მიუხედავად ოსმალეთის იმპერიის ამ ძირითადი ტერიტორიების თავისებურებებისა, ახალციხეშიც და ბოსნიაშიც მოხდა ადგილობრივი ფეოდალების ფაქტობრივად სისტემაში ინტეგრაცია და მათ ფეოდალურ უფლებებს იურიდიულად კი შეეყენ, მაგრამ დე ფაქტო არ შეხებიან. და შესაბამისად არც დევშირმეში სისტემა არ შეეხო ამ რეგიონს ისე მასობრივად. ხო, ისევ ჯაყელები იყვნენ, ხო, ამ შემთხვევაში. და განსხვავება ის იყო, რომ აქ ვინაიდან გამუსლიმებასაც საკმაოდ დიდი მასობრივი ხასიათი ჰქონდა, ბოსნიისაგან განსხვავებით, ისეთი ანუ სერბულ-ხორვატული მოსახლეობის ექვივალენტიც არ იყო, რომელიც დევშირმესთვის შეიძლება და ექვემდებარებოდა. ქრისტიანები უნდა ყოფილიყო. შემდეგ უკვე მუსლიმს ვარ წაიყვანდა დევშირმესში. სამხრეთ ჯავახეთში ქართველების ერთი ნაწილის კათოლიკების პერიოდში კიდევ უკვე კაპიტულაციებია ხელმოწერილი და კათოლიკეების ეს დევშირმესთვის ექვემდებარება და რაღაცა ფაქტობრივად გაიშვეთებულია. და შემდეგ უკვე თანდათან ქრება. ხო, ანუ შესაბამისად ხა რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ქართველების რაოდენობა იანიჩარებში და კაპიკულში იყო ძალიან მცირე. დიახ და მათი უმეტესობა ან ომის ტყვე იყო, ან გარკვეული მე უკვე გვიანდელ პერიოდში, როდესაც ოსმალეთის იმპერიას ხმელთაშუაზღვისპირეთში დასუსტების გამო საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა მონების რაოდენობის შევსების რესურსები, რაღაც ნაწილი ნებაყოფლობითაც იყო იქ ჩაწერილი. და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ტყვეთას ყიდვა ძალიან სერიოზული პრობლემა იყო საქართველოში, არც იყო იშვიათი მოვლენა, როდესაც ქართველი განსაკუთრებით ყმაგლეხი გადადიოდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე და იღებდა ისლამს, რადგანაც ოსმალეთის იმპერიის მაშინდელი კანონმდებლობით თუ კი არ ჩავთვლით სამხედრო ტყვეებს ან დეზერტირებს, რომლებიც სამხედრო ტყვეების კატეგორიაში გადიოდნენ, ნებაყოფლობით გადასულ და ისლამ მიღებულ ადამიანებს ასე ვერ იმონებდნენ. და ის რეალობაც, რომელიც მათ ხვდებოდათ, იქნებოდა ეს ოსმალეთის ჯარში ნებაყოფლობით ჩაწერა თუ სადმე იქ სულთნის ან რომელიმე თიმარიოტის ტერიტორიაზე მუშაობა, იურიდიული კუთხით ბევრად უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე აქ ყმაგლეხად ყოფნა. ხო, არა, ეს ჩანს იგივე მისიონერების ნაწერებშიც ხომ, რომ მე მახსოვს განსაკუთრებით ერთი მომენტი, როდესაც თავიანთ შობლებს ყიდიან და კასტელი წერს ამის შესახებ, ხო? აქედან გადიან კონსტანტინოპოლისკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვები დატვირთული გემები. აქ შვილი ხანში შესულ მამასა და დედას ყიდის. ხოლო თურქები მათ ყიდულობენ. მამები და დედები თავიანთ შვილებს ყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ და საკუთარ სისხლს ეს წერს. ამ შემთხვევაში აქ მაგრამ ამას გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს სინამდვილეში, ხო? ეხა ისაც ხედავს ზედაპირულად დაინახა იქ. როგორც წესი, ძირითადი мотиваცია ბატონყმობისგან გაქცევა იყო, როგორც წესი. ანუ შესაძლებელი იყო, რომ ოსმალეთის იმპერიაში უკეთეს ყოფილიყო, მოკლედ რომ თქვა ადამიანები. ვინაიდან იურიდიულად ისლამზე გადასული ადამიანი, განსაკუთრებით თუ კი ხელობა იცოდა და სამხედროს რაღაცას ასპიროა ხონდა, ძალიან ჩვეულებრივად შეიძლებოდა ტრაპეზონის შესაძლებლად ხელოსანი გამختارიყო და ბევრად უკეთესად ცხოვრობდა ვიდრე აქ. ხო, აი მაგალითად კიდევ ერთ ადგილზე ქობულეთში, ამ შემთხვევაში ჩანახატს გაკეთებულ წარწერაში აღნიშნავს, რომ ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიელის მხარეში, მატუტა ჩენსერია საკუთარ დედას ყიდის. დიახ, და ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ქობულეთელებს და ლაზებს ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ ტყვეთას ყიდვის ამბავში, არა მხოლოდ აქ, არამედ ოსმალეთშიც კი და ასე მაგალითად ერდემი აკან ერდემი თავის წიგნში ოსმალეთში მონობაზე ასეთ ეპიზოდსაც კი აღწერს, რომ მიუხედავად ისა, რომ მუსლიმების და მით უმეტეს სულთნის ქვეშევრდომი მუსლიმების დამონება აკრძალული იყო, ქობულეთელები და ლაზებიო ბათუმიდანაც კიტაცებდნენ ქალებს, როდესაც გურიაში და ეგ ჩაღწევას ვერ ახერხებდნენ ქრისტიანების მოტაცება არ გამოსდიოდათო. ანუ ძალიან ესეთ ბრუტალური მეთოდებით. კი, და ესეთ შემთხვევაც კი აღწერილი, როდესაც ბათუმიდან გაიტაცეს მუსლიმი ქართველი ქალი და შემდეგ უკვე ამ ქალის მშობლებმა ტრაპიზონში ყადისთან იჩივლეს და დიდი ამბები იყო. ასეთი ამბავიც ანუ მუსლიმებსაც კი, გაიტაცეს ქობულეთელებმა. ხო, ანუ გასაგებია პრინციპში. ნახე ტავერნიეთს აწერს ესეთ რაღაცას, როგორც კი ქართველი მეფე მთავრები ერთმანეთთან ომში ტყვეებს იშოვნიან, იმ თავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როცა ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის მონად გასაყიდად, ან მეწვრილმანესთან ნივთებზე გადასაცვლელად. კი, და ერთ-ერთი მიზეზი რის გამო ოსმალეთში ასეთი პოპულარული გახდა კავკასიელი მონებით ვაჭრობა ის იყო, რომ ლეპანტოს ბრძოლის შემდეგ ხმელთაშუა ზღვისპირეთში
ძალიან შესუსტდა ოსმალეთის საზღვაო გავლენა, ხოლო ამასთან ერთად ისიც რომ აფრიკელი მონების ძალიან სერიოზულ ბაზრად იქცა ამერიკის კონტინენტი. და ხოლო სახმელეთო რეგიონები იგივე სუდანი და ასეთი მიმდებარე ტერიტორიები, სადაც შავკანიანი მონებით ვაჭრობა ტექნიკურად ისევ შესაძლებელი იყო, რთული რელიეფის უდაბნოს და სხვა ფაქტორების გამო მომგებიანი მონად ვაჭრობის ცენტრად აღარ გამოდგებოდა. მაგრამ შავ ზღვის აუზში არსებობდა ყირიმის სახანო, რომელიც ფაქტობრივად მონათმფლობელობაზე აგებული ეკონომიკის მქონე რეგიონი იყო და უკვე ყირიმიდან მასობრივად დაიწყო ეს მონებით ვაჭრობა ოსმალეთის ტერიტორიაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში შავი ზღვა უკვე არის ოსმალეთის შიდა ტბა და აქ ყირიმმა შეავსვა ეს ნიშა და თავდაპირველად თუ კი ყირიმი სახანო ახერხებდა იგივე პოლონეთის, იგივე დღევანდელი უკრაინის და რუსეთის ტერიტორიებიდან ტყვეების მოტაცებას, შემდეგ უკვე ყირიმის სახანოს ტექნოლოგიურ ჩამორჩენასთან და ოსმალეთის დასუსტებასთან ერთად ისინი გადაერთვნენ კავკასიაზე, სადაც ერთი მხრივ ჩერქეზებში, დღევანდელ ადიღეურ ენაზე მოლაპარაკეს სხვადასხვა ხალხებში, კოლექტიურად ჩერქეზების სახელით რომ ვიცნობთ, საკმაოდ სერიოზული ყმობის გნებათ მონობის სისტემა არსებობდა, სადაც გაყიდვა იყო ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. ხოლო მეორე მხრივ, დღევანდელი საქართველოს ტერიტორია, გარდა ისტორიული ამ მონობით ვაჭრობის კულტურისა, ძალიან იყო დასუსტებული შიდა ზაქსახსლობიდან გამომდინარე და აქ იშოვებოდნენ ერთი მხრივ როგორც სამხედრო ტყვეები, მეორე მხრივ ძალიან იოლი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოტაცება და ოსმალეთში გაყიდვაც. და იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოსახლეობა ფიზიოლოგიური და კულტურული და გარეგნული თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებდა იმ გაგებას თუ როგორი უნდა ყოფილიყო იდეალური თეთრი მონა ოსმალური სტანდარტებით, ეს ტერიტორია ავტომატურად იქცა ძალიან კარგ მონების წყაროდ. ხო, გასაკვირია პრინციპში. ანუ ბაზარმა დაარეგული რა. კი, თანაც საერთოდ ხო ცნობილია, რომ ქართველები არა მარტო კაცები ამ შემთხვევაში სამხედრო სამსახურისთვის, არა ჩერქეზებიც მათ შორის, ქალების ფიზიკურად ძალიან მისაღები იყო, ასე ვთქვათ რა, ისლამური ქვეყნებისთვის, ირანშიც პოპულარული იყო ძალიან ჰარამხანებში, ხო, ქართველი ქალები და პოპულარული იყო, რა თქმა უნდა, ოსმალეთის იმპერიაშიც. მე მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო ცნობა, რომელიც 19 საუკუნის არის უკვე, როდესაც ქართველებით მონათვაჭრობა ძალიან შემცირდა უკვე რუსეთის კვიდრად შემოსვლის შემდეგ, ხო, რეგიონში. მაშინ არის ესეთი ცნობა, რომ იმდენად ქართული ქალებზე მოთხოვნამ რომ მოიმატა, რადგან აღარ იყვნენ, ხო, ამ შემთხვევაში თან ძალიან გაძვირდა, მოკლედ რომ ვთქვათ. და აკეთებდნენ ესეთ რაღაცას ეს მონათმოვაჭრეები, ჩერქეზ ქალებს ყიდულობდნენ, ასწავლიდნენ ცოტა ქართულს და ასაღებდნენ როგორც ქართველი ქალები, რომ ბევრად მეტი ფული მიიღოთ, ვიდრე ჩერქეზისგან მიიღებდნენ. არსებობს ესეთი. და აქ ერთი მომენტი იყო, რის გამოც ქალებით ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიშა იყო. ოსმალეთის საგვარეულო ერთი მხრივ ჩანდარლის გვართან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ერიდებოდა არისტოკრატიულ თურქულ თუ სხვა გვარებთან დანათესავებას და მხრივ მონაქალები ძალიან კარგი წყარო იყო, რომელიც ნებისმიერ არასაჭირო პოლიტიკურ ალიანსს არიდებდა თავიდან, ხოლო რაც შეეხება მაღალი რანგის მოხელეებს, ფაშებს და სხვებს, ვინაიდან მათი უმეტესობაც ანალოგიური ბექგრაუნდიდან იყო გამოსული, ხოლო ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იყო, რომ არ დაეშვა ევროპული ტიპის არისტოკრატიის გაჩენა. მათთვისაც ამ მონაქალებზე დაქორწინება პოლიტიკურად უსაფრთხო და ამავე დროს ხელსაყრელი ვარიანტი იყო. ხო, იცი რა, ოსმალეთზე უნდა ვთქვათ, რომ ოსმალეთი განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან მაინც ცენტრალიზებული ისაა, ხო, უშუალოდ ოსმალთა დინასტიაზე ამორგებული. მაქსიმალურად ცდილობდა სულთანი, რომ ადგილობრივი არისტოკრატიის გამოჩენა არ დაეშვა, ვინაიდან ისტორიულად თურქული არისტოკრატია არსებობდა, იგივე ჩანდარლიები, დანიშმენდები, ქარამანლიები, ერეტნასპეგები და სხვები და მათი უმეტესობა ამ გვარების შთამომავლების დღესაც არის. უბრალოდ ოსმალეთის იმპერია ცდილობდა მათი გაძლიერება არ დაეშვა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს მიწები და რაღაცები გარკვეულ დონეზე შეუნარჩუნეს და ფიზიკურად ისინი როგორც წესი არ გაუნადგურებიათ, ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად ჩამოეშორებინათ ისინი ცენტრალური ხელისუფლებიდან და მათი ევროპული ტიპის არისტოკრატიად ფორმირება არ დაეშვათ. ხო, ანუ ურჩევნოთ, რომ ის მონები ყოლოდათ, რომელიც უშუალოდ მასზე დაქვემდებარებული, დამოკიდებული ადამიანი იყო და თავიდანვე მისი ერთგულება იყო, იმის თავის ბატონისადმი, ვიდრე ყოფილიყო ვიღაცა დამოუკიდებლად არსებული საგვარეულოდან, რომელსაც თვითონვე ჰქონდა საკუთარი გავლენა და ისტორია. თორემ პროვინციელ შეძლებულ მიწათმფლობელებად ეს გვარები დღემდე არიან შემორჩენილები. იგივე მაგალითად ჩანდარ
მწერლიები, დანიშმენდები და ეგენ დღემდე შემორჩენილები არიან. მათი შთამომავლები თავიანთი გენეალოგიური ხეებით და ოჯახური რელიქვიებით ზოგისაც ცხოვრობს, ხო, დანიშმენდები მახსოვს გაცილებით ადრეული საგვარეულო არის, ხო? ცნობილი ისტორიკოსი მე-20 საუკუნის ისმაილ ჰამი დანიშმენდების გვარიდან იყო. ან იგივე პარლამენტარი და პოლიტიკოსი რომაა თურქეთში ცნობილი ჯენგის ჩანდარი, ეგეც იმ ჩანდარიანი დიდი ვეზირების შთამომავალია ზუსტად. თავის გენეალოგიური ხით და ყველაფრით. ჩვენ ვთქვათ ასევე რომ საქართველოში ეს მონათვაჭრობა დასავლეთ საქართველოში ხო? მე-17 საუკუნიდან არის ასეთი აქტიური განსაკუთრებით, ხო? კი, მე-16 საუკუნეებში ხდება შემთხვევები და არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე-17-დან მოიმატა ზუსტად შენ დასახელებული მიზეზების გამო, თუნდაც იგივე ყირიმელი თათრები რომ ვეღარ ახერხებენ იმდენი მონების შემოყვანას, ხო, შავი ზღვის პირეთში ამ შემთხვევაში, ის რომ აფრიკიდან იმდენი მონები ვეღარ მოდის და უკვე აქედან ხდება ამის გაყვანა, იმიტომ რომ შარდენი მაგალითად მე-17 საუკუნის ბოლოსკენ წერს ესეთ რაღაცას, რომ სამეგრელოს მოსახლეობის განახევრება 40,000-დან 20,000-ზე ჩამოსვლა გამოიწვია არა მხოლოდ მეზობლებთან ომებმაო, არამედ მონათვაჭრობამაც, ანუ ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს, რატომ მცირდება მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში და პრინციპში არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ხა ჩვენ დღევანდელი წარმოდგენით ხა ზოგს კი ცოტა ფანტასტიკური წარმოდგენები აქვს მოსახლეობის რაოდენობაზე საქართველოში, ძველ საქართველოში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სამეგრელო, რომელიც ყველაზე ძლიერი სამთავრო იყო დასავლეთ საქართველოში, მის მოსახლეობას შარდენი ესახელებს 40,000 ადამიანი ცხოვრობდა და აქედან 20,000-მდე ჩამოვიდაო მათი რაოდენობაო, იმდენად ბევრი მონა გაყავდათ თავის დროზე, ხო? თუმცა აქ ბევრი სხვა ფაქტორიც იჩენდა ხოლმე თავს. ისიც კი, აი, თუნდაც ეს რაოდენობა, რასაც ჩვენ ვასახელებთ, თითქოს ძალიან ცოტაა, ხო, ერთი შეხედვით, მაგრამ გავითვალისწინოთ უნდა რომ ამ პერიოდში მე-17 საუკუნე, გინდა შუა საუკუნეებში ამ შემთხვევაში, საქართველოს შუა საუკუნეებია ჩვეულებრივი თუნდაც ეს პერიოდი, ხო? იგივე საკვები ამ შემთხვევაში, თავისმული საშუალებები, მედიცინა და ასე შემდეგ გაცილებით უფრო დაბალ დონეზე იყო, ან არ იშოვებოდა იმ რაოდენობით, თუნდაც ეს მე გირჩევთ ყველას, რომ წაიკითხოთ ცნობილი იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის წმინდა კოლხეთი, სადაც ნახავთ მე-17 საუკუნის სამეგრელოს რეალობას, ეს არის ფაქტობრივად აი ადგილობრივად თავის თვალით ნანახი აღწერილი ყველაფერი, ძალიან დაახლოებული პირისა სამეგრელოს მთავართან, რომელიც მისი მეგობარი და მაგალითად ეს მისიონერები ძალიან ახლოს იყვნენ ხოლმე ყოველთვის, რა თქმა უნდა, მთავრებთან, იმიტომ რომ ხშირად ექიმებიც კი იყვნენ ხოლმე, ხო, მათი და მასწავლებლები და ასე შემდეგ და ხო, ასევე შარდენისვე ცნობით საინტერესოა, რადგან საუბრობდით მის ცნობებზე, ამას რომ ოსმალებსო წლიურადო აქედან გაყავთო 3,000-მდე მონაო, ანუ კავკასიიდანო რა. რამდენად რეალურად მიგაჩნია, რომ შეიძლება ყოფილიყო ასეთი რაოდენობის მონების გაყვანა? არ იქნება გამორიცხული. შესაძლებელი შესაძლებელია, ვინაიდან ოსმალეთს როდესაც გვაქვს საუბარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამხედრო სტაგნაციას ერთად მსხვერპლის რაოდენობაც გაიზარდა და ამავე დროს იმის გათვალისწინებით თუ რა ინტენსიური იყო მაშინდელი იგივე მიწათმოქმედება და მაშინდელი ზოგადად ნებისმიერი სახის შრომა არ არის გამორიცხული. ხო, შესაძლებელია თანაც გავითვალისწინოთ ის, რომ აღმოსავლეთ საქართველო არ იყო ამდენად აქტიურად მონათვაჭრობაში ჩართული, მაგრამ იქიდანაც ხდებოდა მაინც განსაკუთრებით ეს ყველაფერი გაძლიერდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, რაც ლეკიანობამ მოიმატა ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ლეკები გარდა იმისა, რომ აწიოკებდნენ, ძარცვავდნენ და ანუ არბევდნენ ხო სოფლებს და ქალაქებს და შემდეგ, მიყავდათ ტყვეები ძალიან დიდი რაოდენობით. თან აქ არ უნდა დაგვავიწრეთ, რომ ლეკების როგორც წესი პირდაპირ კავშირი ჰქონდათ ოსმალეთთან და მათი სპონსორი ოსმალეთი იყო. ხო, იმიტომ რომ აი თუნდაც როცა ერეკლემ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა და ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის ომში ჩაერთო. იქ იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, ოსმალებმა წაახალისეს ლეკები მას შემდეგ, რომ აქტიურად ემოქმედათ უფრო კავკასიაში, რასაც მოყვა ძალიან მძიმე ლეკიანობა, ხო? შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი შეიპყრეს, მაშინ წაიყვანეს, გაყიდეს, მონად. დიახ, და სხვათა შორის საკმაოდ სერიოზული ორტომეულიც ამ პერიოდში ოსმალეთის სადაზვერო საქმიანობაზე კავკასიაში და რაც ჩანს, იმაზე ბევრად უფრო მჭიდრო იყო ჩრდილო კავკასიასთან ოსმალეთის დაზვერვის კავშირები იმ პერიოდში, დღეს ჩანს და ასე მაგალითად ოსმალეთის არქივში ქელეშბეი ჩაჩბას აფხაზეთის მთავრის ქელეშ აჰმედბეგის წერილებიც კი შემორჩენილი, სადაც ის სადაზვერო ინფორმაციას აწვდის ოსმალეთის პირდაპირ ცენტრალურ ხელისუფლებას. ანუ როგორც იმ პერიოდში უკვე საკმაოდ მჭიდრო ოსმალური სადაზვერო და პოლიტიკური ქსელები მოქმედებს ჩრდილო კავკასიაში მე-18 საუკუნეში უკვე. ხო, და შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ ამ ლეკების ესე მასიური გააქტიურება ასე უცებ დაწყებული იყო, ხო, რა თქმა უნდა, ქონდა მას. ყირიმის სახანოს დაცემის შემდეგ ალტერნატიული პროქსის ძებნის საკითხებთანაც იყო დაკავშირებული. თუნდაც იგივე ამ რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდშიც გავიხსენებთ, თუნდაც ასპინძის ბრძოლა და ეს კამპანია მთლიანად ერეკლესი, რომელშიც მას უწევს
ოსმალების მხარეს მებრძოლ ლეკებთან გამკლავება, ხო, ეს კოხტა ბელადი და შემდეგ, ანუ ეს ლეკები მსახურობენ კიდეც ოსმალეთის ჯარებში ამ პერიოდში, ახალციხის ფაშასთან და ასე შემდეგ. კი, და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, რომ იგივე მაგალითად ეს ჩერქეზები ოსმალეთის იმპერიაში მუჰაჯირობის შემდეგ მომრავლდნენ, მაგრამ თლად მასე არ არის, ვინაიდან უკვე მე-18 საუკუნის ბოლოდან უკვე საკმაოდ ხშირია, რომ უკვე ჩრდილო კავკასიიდან მიდიან გარკვეული არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლები და ნებაყოფლობით შედიან ოსმალეთის სულთნის სამსახურში. და ამავე დროს ერთგვარი ჩრდილო კავკასიური ლობიც ამ პერიოდიდან იწყებს წარმოშობას ოსმალეთის სამეფო კარზე. ხო, ასევე უნდა ვთქვათ, რომ რა არის მოტივი გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ოსმალებს ჭირდებოდათ მონები და ქართველებიც ხა ხედავდნენ, რომ კარგი ბაზარი იყო რაღაცა მხრივ, ხო? ანუ ეს ძალიან არაადამიანური საკითხია, ბუნებრივია, მაგრამ ხა იმ დროინდელი გადმოსახედიდან მონათვაჭრობა რახან მიღებული იყო, გაჩნდა ბაზარი ოსმალეთის სახით, სადაც შეიძლებოდა გაგეყიდა და შემოსავალი მიიღო ამით. და შესაბამისად ხა ქართველები ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ანუ ისე არ წარმოჩნდა, რა თქმა უნდა, ხა ოსმალები ყიდულობდნენ ამ მონებს და ინტერესი ჰქონდათ, რომ მათთან გაყიდულიყო. მაგრამ ადგილობრივებიც ისევე იყვნენ ჩართულები ამავე პროცესში, ხო? იმიტომ რომ იგივე მე შემხედრია ცნობები საეკლესიო გლეხების და ყმების და შემდეგ გაყიდვის შესახებაც. ანუ ეკლესიას ვაჭრობდა. მე არსებობს ცალკეული შემთხვევები მონარქებისა, რომლებიც ებრძვიან ამ ტყვეთას ყიდვას. ანუ მეფეს იმდენად ინტერესი არ აქვს ამ არსებობდეს ასეთი ფართო ქსელი, იმიტომ რომ თუ ისაკლდება ეს ქვეშევრდომი ამ შემთხვევაში პირველ რიგში, ხო? ანუ მის სამეფო რამდენად სუსტდება, იმით რომ ამდენი 1000 ადამიანი ყოველწლიურად იქნება. კი, და უნდა გვაუწყდეს, რომ მაშინდელი ეკონომიკა ბევრად უფრო ინტენსიურია მექანიზებასთან საუბარია. უბრალოდ მით უმეტეს აგრარული ეკონომიკაა, ხო, მეურნეობა. ხო, აგრარული რაღაცა და ყოველი მუშახელი მნიშვნელოვანია. ხო, და წარმოვიდგინოთ, რომ აქედან გაედინება ასობით და ათასობით მუშახელი და ამიტომაც არის, რომ მქონდა ჩვენ შემთხვევები, რომ როცა მეფემა ცადეს, რომ ბოლომდე აღმოეფრათ. სოლომონმა და ხრესილის ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო. რა თქმა უნდა, აი ეს მაგაზეც რო თქვა. ხრესილის ბრძოლაში ის რიცხვი, რომელიც მიწერილია, რომ იმდენი ოსმალი შემოვიდა სისულელია, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო. და აქ გამოჩნდა, რომ იმერეთის დიდგვაროვნების საკმაო ნაწილიც იმდენად იყო ინტეგრირებული მონებით ვაჭრობის ქსელში, რომ პირდაპირ ოსმალეთის მხარეს ბრძოლა ამჯობინეს. ლევან აბაშიძე, ხო? მათ შორის ბაბუა სოლომონისა. ფაქტობრივად ანუ ამ მონათვაჭრობის აკრძალვამ სოლომონისგან გამოიწვია იმერელი დიდებულების გამოსვლა მის წინააღმდეგ და ოსმალებთან ერთად ისინი უპირისპირდებიან ესე გამოვიდა. აქ თქონდა მე არ ამგონია, რომ ოსმალეთს იგივე 30,000-იანი ჯარი ყოლოდა იქ, მაგრამ მაგრამ ქართველებიც ანუ საკმაოდ ბევრნი იყვნენ. ეგ როგორ იყო, იცი, დაახლოებით როგორი ვარიანტი არის, ხო? ადგილობრივი დიდებულები, ოსმალების გარკვეული რაღაცით ლეგიტიმაციის წამოიყოლეს რამდენიმე რაზმი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან უფრო ადგილობრივ ქართველებზე გადავიდოდა ძირითადი რაღაც, იმიტომ რომ ამ პერიოდში ოსმალეთი ავსტრიასთან და იმასთან ომითა დაკავებული და იმერეთში ელიტური აინჩრების გამოგზავნის ნერვები და დრო და რესურსი რა თქმა უნდა. ხო, ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, მაინც ქართველი დიდებულების ამ მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ოსმალების. ხო, ბუნებრივია, ხა წარმოვიდეთ ეს ლევან აბაშიძე თანაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სოლომონამდეც თვითონ მის მამაზოზე ძალიან გავლენიანი კაცია, ხო? ერთი ფაქტობრივად რაღაცა კინგმეიკერივით არის ამაში. და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ სოლომონის ბაბუა და აქედან შეგვიძლია წარმოვიდეთ რა მასშტაბი ჰქონდა მონებით ვაჭრობას, რომ მისი შემოსავლის დაკარგვის შიშმა ბაბუა შვილიშვილს გადაამტერა. ხო, პრინციპში არ მიგვერს, იმიტომ რომ ლევან აბაშიძეს წინარე პერიოდში სანამ მესამე მოხდებოდა, ზოგადად მეფის ერთ-ერთი ყოველთვის მთავარი მოწინააღმდეგე იყო ხოლმე მისიის, იმიტომ რომ ეს როგორი ვარიანტი იცი დაახლოებით როგორც თავის დროზე მაგალითად ერთიანი სამეფოს დროს გაძლიერდნენ ორბელები, ამ შემთხვევაში როგორც გაძლიერდა ბაღვაშები და ამ შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს საგვარეულოც ასე იყო. მით უმეტეს რომ იმერეთში ძალიან მყიფე იყო მეფის ძალაუფლება, ხო? მე-17 საუკუნეში შევხედოთ, ყოველ წელიწადში ახალი მეფე იცვლებოდა ფაქტობრივად. რომ იმერეთი საქართველოს ერთადერთი სამეფო სამთავრო იყო, სადაც ბაგრატიონებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგეს კიდევაც ტახტი და გურიელი და დადიანი ყოფილა ვახტანგ ჭუჭუნიაშვილზე იმის საუბარი რომ ბაგრატიონების შორეული ნათესავი იყო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და ჭუჭუნიაშვილის მუღამის იყო ბაგრატიონების ნათესავი არ იყო ზუსტად. ხო, ასე რომ არ არის გასაკვირი ნამდვილად ის დაპირისპირება რაც აქ არსებობდა მონათვაჭრობის იმ მასშტაბებს თუ წარმოვიდგენთ და ეს მასშტაბებიც მიგვანიშნებს იმაზე, რამდენად იყვნენ ეკონომიკურად დამოკიდებულები მონათვაჭრობაზე, ხო? ახლა ეს როგორც მე ვთქვი, ჯერ კიდევ კოლხეთიდან იწყება
რომ ეს მონების გაყვანა რო ხდებოდა და შუა საუკუნეებში გრძელდება, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე კარგი საშუალება მიეცათ ამ მონების მუდმივი საჭიროება რახან არსებობდა უზარმაზარი იმპერია, იმას ჭირდება ადამიანური რესურსი და შენ ამ ადამიანური რესურსი გაქვს, რომ რაღაცა გაყიდო იქ ამ შემთხვევაში, ხო? შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, მისი მასშტაბები ყოველთვის არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ სოლონმა ცადა ამის მოგვარება. ბოლომდე მაინც არ გამოუვიდა, რა თქმა უნდა, ხო ძალიან რთული იყო, ხო კონტროლი, იგვე გურიელი და დადიანი და შენ ყველანი ვაჭრობენ, ხო ამ იმით ადამიანური რესურსი. დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური თავისებურებებიც არ უნდა დაგვაუწყდეს. აქ მცირემიწიანობის პრობლემა ყოველთვის იყო. თანამედროვე დროს მთელი რიგი დანარჩენ საქართველოში რაც მოდიოდა ის პროდუქცია არ მოდიოდა და ამავე დროს მთელი რიგი ახალი სამყაროს პროდუქცია იგივე სიმინდი და ასე შემდეგ შემოსული არ არის. ჯერ არ არის შემოსული, ხო. პრინციპში სოდაშორის საინტერესო რა არის. მე რომ ჩემი დისერტაცია არის ლაზიკის ომზე. და ლაზიკის ომში, რასაც წერენ ანუ ბერძენ რომაელი ავტორები ამ შემთხვევაში ბიზანტიელი, მოკლედ რომ ვთქვათ, აგათია სკოლასტიკოსი და პროკოპი კესარიელი, ადგილობრივი რესურსების და ანუ ამ შიმშილისა და ამ შესახებ, ხო? ეს სარკისებურად ყველა პერიოდში ხდება დაახლოებით შემდგომში საქართველოს შუა საუკუნეებშიც, გვიან შუა საუკუნეებშიც, ანუ ყოველთვის იჩენს თავს. იმდენად ახლოს არის პროკოპისა და თუნდაც იგივე შარდენის ცნობები ხშირ შემთხვევაში და იგივე ამ გვიანდელ პერიოდის მოგზაურობისა, რომ გაგვიკვირდება, რომ რამდენად არ იცვლება ამ შემთხვევაში მდგომარეობა აქ, ხო? იმიტომ რომ ხა პრინციპში რა უნდა შეცვლილიყო ამ კუთხით? სიმინდი შემოსული ამერიკიდან ჯერ არ არის, კარტოფილი შემოსული ჯერ არ არის, ლობიო შემოსული ჯერ არ არის, ადგილობრივები იკვებებიან ღომით, მაგრამ ეს ღომი არ არის სიმინდის ღერღილისგან დამზადებული, არამედ არის ღომის ღომია, რომელიც გაცილებით ნაკლებ მოსავალიანი იყო. ხო, არის ესენი და არ არის ხორბალი. ეს მნიშვნელობა, რომელსაც ყიდულობენ, შემოდის, ანუ დასავლეთ საქართველოში ხორბალი შემოდის ძირითადად ანუ ანტიკურ ხანაში შემოდიოდა როგორც პროკოპი წერს ტრაპიზონიდან, მარილი შემოდიოდა ყირიმიდან და ასევე აღმოსავლეთ საქართველოსთან. ანუ აღმოსავლეთ საქართველოს ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე თავარი ეს მოწოდებული. რომ ტრაპიზონის ახლომახლოსაც როგორც ეს ხორბალი არ მოდის და ტრაპიზონის იქში დანატორიდან ანატოლიიდან ჩამოდის და პორტიდან რა თქმა უნდა მე ხდებოდა გადმოტანა უკვე. ასე რომ ეს თუნდაც იგივე შიმშილიანობა, თუნდაც ეს სიდუხჭირე ძალიან ხო ეკონომიკური თვალსაჩინით, თქმა უნდა იწევდა იმას, რომ მე ადგილობრივ ჯერ ეგეთი ამ ადამიანებსაც შეცდილობდა რომ ეპოვათ სხვაგან რაღაც უკეთესი ცხოვრება ბჭყალებში რო ვთქვათ რა, იგივე ოსმალეთის იმპერიაში თუნდაც საჭმელი მაინც ქონოდა ადამიანს და ეცხოვრა ხო რაღაცა და ის დიდებულებსაც მეტი ვარიანტი დიდი არ ქონდათ გამდიდრების საშუალება, შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანებით ვაჭრობა ამ შემთხვევაში, ხო? ასე რომ დღევანდელი მორალური თვალსაჩინო ამ შეფასება საკმაოდ ძნელი არის ხოლმე, რა თქმა უნდა, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, ხო, ჩვენ წარმოვიდგინოთ ეს. თუმცა ეს პოზიტიურად არც ოსმალების მხრიდან არ აღიქმებოდა და შემდეგ უკვე ჩერქეზები და კავკასიელები ზოგადად მე-19 საუკუნის ოსმალურ დისკუსიებში საკმაოდ სერიოზული შიდა ორიენტალიზმის წყარო გახდა და როდესაც უკვე ოსმალეთში დაიწყო თანზიმათი, ანუ ვესტერნიზაცია და რეფორმისტული მოძრაობა, იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ინტელექტუალები, იგივე ნამიქ კემალი, იგივე აჰმად მითათი და სხვები იყვნენ ნებისმიერი სახის მონობის სერიოზული წინააღმდეგები და ამას და აქ წარმოიდგინეთ ძალიან სერიოზული დისკუსია და სხვათა შორის აქ ჩაერთო ერთ-ერთი პირველი თურქი ფემინისტი ფატმა ალიეც, რომელიც რაც არ უნდა საინტერესო იყოს, ჩრდილოკავკასიელების მონობას ემხრობოდა და რა არგუმენტით. ესო კავკასიელი ქალების პირველ რიგში ჩერქეზის ქალების გადარჩენის ერთადერთი გზა ისეთი ბარბაროსული საზოგადოებიდან, რომელიც საკუთარ შვილებსაც კი ყიდისო. ხო. და სხვათა შორის აჰმედ მითათის და ფატმა ალიეს პოლემიკა კავკასიელების მონობაზე იმპერიის ოსმალური პრესის ერთ-ერთი საინტერესო პოლემიკა იყო. ხო, იცი რა არის ხა ძალიან საინტერესოა რომ ოსმალები რომლებიც თვითონ ამ შემთხვევაში მონათმფლობელური ის იყო, ხო, მაგრამ ესე გამოდის. კი, მაგრამ მე-19 საუკუნეში შეგვიძლია ვთქვათ რომ ანუ ყირიმის ომის შემდეგ უკვე ოფიციალურად აფრიკელების მონობა იკრძალება და თეთრკანიანების მონობა უკვე ანდერგრაუნდში გადადა 1856 წელს ბრიტანეთის ეწოლით დაიკეტა. ცნობილი სტამბოლის ბაზარი 1856 წელს დაიკეტა. 1854 წლის ფირმანმა მონობა აკრძალა და ამის შემდეგ უკვე მონობა ნაწილობრივად ანდერგრაუნდ, ნაწილობრივად კი არის იმის დამსახურებით, რომ მუჰაჯირობის პერიოდში კავკასიიდან არაერთი საზოგადოება მონებიანად და იერარქიანად გადასახლდა ოსმალეთში და ამის შემდეგ უკვე რა ტიპის მონათვაჭრობა გავრცელებული ეს ჩერქეზები, რომლებიც ორ კატეგორიად იყოფოდნენ კლასობრივად, ბატონებად და მონებად, უკვე თავიანთი მონების გაყიდვით არიან დაკავებულები ოსმალეთის შიგნითაც. მაგრამ საინტერესოა, რომ ოსმალეთის იმპერია ამ საკითხს ასე პოზიტიურად არ უდგებოდა. ერთი მხრივ ისინი ცდილობდნენ რომ მოეხდინათ ჩერქეზული ელიტის ინტეგრაცია, მაგრამ მეორე მხრივ არც მათი გაძლიერება არ აწყობდა და შესაბამისად, როდესაც უკვე ჩერქეზების მონებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ოსმალეთში მონობა საერთოდ სხვა რამეა და ისლამში საერთოდ სხვანაირად დაეგამბები.
დაიწყეს ამბოხებები და აქ როგორც წესი სულთნის ხელისუფლება ამბოხებულ მონებს უჭერდა მხარს. ასე მაგალითად, როდესაც მოხდა ჩერქეზი მონების ძალიან დიდი ამბოხება დღევანდელი კასტამონუს რეგიონში, ოსმალეთის სულთანმა მონებს დაუჭირა მხარი იმ პირობით, რომ ისინი ამის შემდეგ ფლოტში იმსახურებდნენ და ეს ძალიან სერიოზული საინტერესო დეტალი იყო, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთში ფლოტში მაღალი რანგის პირების დიდი ნაწილი მუსლიმი იყო, ისინიც და გემების შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობაც ბერძენი იყო, ზოგი გამუსლიმებული, ზოგი არა. და საბერძნეთის დაკარგვის შემდეგ ფლოტში ოსმალეთს საკმაოდ სერიოზული საკადრო დეფიციტი ჰქონდა და განსაკუთრებით ეს დაბალი რანგის საზღვაო პერსონალის შევსებისათვის ჩერქეზები გამოიყენეს მაგ გზით. ანუ მონების ამბოხებებში მხარს უჭერდნენ მონებს ფლოტში სამსახურის პირობით. პრინციპში უნდა ვთქვათ აქ ისიც, რომ ოსმალურ ფლოტში ლაზებს საჭიროდ დიდი. დიახ, მაგრამ ლაზი ფლოტის მეზღვაურზე მეტად უფრო მეთევზე მეკობრე და კონტრაბანდისტი იყო. ხო, თუმცა ეს მიუთითებს გარკვეულწილად იმას, მაინც რომ ლაზები განსხვავებით მაინც დანარჩენი ქართველებისაგან ზღვასთან შედარებით უფრო ახლოს იყო. დიახ, და სხვათა შორის შეინარჩუნეს ეს ხანგრძლივად. და საინტერესო ისე რომ კონტრაბანდის საკითხები ლაზებში დღემდე შენარჩუნებულია და საქართველოს საზღვარზე კონტრაბანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხოფაში ბაზირებული ლაზური კლანებია. ამ კონტრაბანდის საქმეს ვინც ასხედავ. ხო, საინტერესო. ისე ჩვენ ახლა არ შევხებივართ ამ საუბარში ჯერ, მაგრამ მამლუქებზეც უნდა ვთქვათ, ხო, რამდენიმე სიტყვით მაინც, იმიტომ რომ მამლუქი მაინც საქართველოსთან გაყვანილი მონათა შორის ყველაზე მაინც მნიშვნელოვან ადგილს თუ იკავებდა ვინმე, იკავებდა ეგვიპტეში ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეგვიპტე ძალიან პოპულარული ადგილი იყო, მოკლედ ვთქვათ, ქართველი მონების გასაყიდად. იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ დევშირმე არ მოქმედებს საქართველოში, დასავლეთ საქართველოში, იქ არის ბალკანეთიდან ვისება ხო ძირითადად ეს, მაგრამ სამაგოდ ქართველები რა თქმა უნდა გამოიყენებიან სამხედრო საქმეში, ხა იმასა რომ უფრო იანიჩარებს შორის არ იყვნენ, არა, იყვნენ რა თქმა უნდა, იგივე ტყვეები და ხო, ტყვეების და ნებაყოფლობის მაგრამ გარდა ამისა, მაინც ძირითადი ნაწილი მათი ხდებოდა ეგვიპტეში, სადაც ისინი ხდებოდნენ მამლუქები. საერთოდ მე ვახსენე უკვე რომ ადრეულ პერიოდში მამლუქებისა ქართველები ნაკლებად იყვნენ იქ, იმიტომ რომ არ იყო ჯერ კიდე გავრცელებული ასე ფართოდ მონათვაჭრობა საქართველოში, იყვნენ უფრო ჩერქეზები, იყვნენ უფრო ყივჩაღები და თურქები და ასე შემდეგ. სხვა თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი მამლუქების პერიოდში საქართველოს საკმაოდ ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო. ხო, არა, მაშინ ეს გავსი რაღაცა ვერ მოხდებოდა, ბუნებრივია, ხო? მაგრამ როგორც თქვით, მე-18 საუკუნეში ეს უკვე გაცილებით უფრო აქტუალური გახდა ოსმალებისათვის, იმიტომ რომ ადამიანური რესურსის პრობლემა გაჩნდა, თუნდაც იმიტომ რომ ვახსენეთ ჩვენ რომ ვეღარც აფრიკელებისგან ხდებოდა მათი მოყვანა, ვეღარც ევროპაში ომი ტყვეებს საყვენ აღარ გამოდიოდა ჩამორჩნენ. მას მერე რაც რუსეთმა ყირიმის აიღო და ყირიმის სახანო განადგურდა, მას შემდეგ მით-უმეტეს არც იქიდან ვეღარ ხდებოდა და შესაბამისად საქართველოს მეტად გახდნენ დამოკიდებულები მამლუქების დასაყვანად, ხო? და დროთა განმავლობაში აი გოჩა ჯაფარიძეს, რომელიც ძალიან დეტალურად იკვლევდა მამლუქების ისტორიას და ყველას ურჩევ რომ ნახოთ საქართველოს და ეგვიპტის მამლუქები არის ესეთი წიგნი. რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამოიცა რამდენიმე წელს, აი გოჩამ უკვე აი ასაკში იყო უკვე ძალიან, როცა ეს წიგნი შეაჯამა ბოლო-ბოლო და ერთ წიგნად შემოგთავაზა ეს ნაშრომი, ძალიან საინტერესო ნაშრომი არის და დაწყებული ადრეული პერიოდიდან, ჯერ კიდევ როცა ქართველებს უბრალოდ ურთიერთობა ჰქონდათ, არა ქართველი მამლუქები კი არ იყვნენ, უბრალოდ ურთიერთობა ჰქონდათ ეგვიპტის მამლუქ სულთნებთან, დამთავრებული შემდგომ პერიოდში, როცა ქართველები მრავლად იყვნენ ეგვიპტეში, ყველაფერს აღწერს ამაში. აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ქართველი მამლუქი უკვე ოსმალურ ეგვიპტეში იმსახურობდა ამ პერიოდში და რა თქმა უნდა, რამდენიმე ცენტრს ასახელებს, საიდანაც ხდებოდა ხოლმე თავის დროზე გაყვანა ამისი, ხო? თავიდან ეს იყო კაფა და ტანა, ყირიმიდან, საიდან ხდებოდა ხოლმე ამ მონების გაყვანა. შემდგომ პერიოდში რა თქმა უნდა გადაიქცა თუნდაც იგივე ქობულეთი და თუნდაც იგივე ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტის აგებაზე მედის ლაპარაკი ანაკლია, ხო, რომელიც ასევე დაკავშირებული არის მონათვაჭრობასთან. და საინტერესო მომენტია სხვადასხვის რუსტამის ამბავი ამ შემთხვევაში აქ. რუსტამი, რომელიც იყო თბილისელი სომეხი, რუსტამ რაზა, სხვადასხვის ამაზე ძალიან ბევრი ის მიდის ხოლმე, დავამიდიოდა ხოლმე ადრე უფრო სწორად, რომ
თქვენი მეცადინეობით მთელი ეს გვარი და ის მისცეს თავის დროზე რომ რაზმაძე იყო როსტომ რაზმაძე ვინც იქ მსახურობდა შემდეგ მაგრამ აღმოჩნდა შემდგომში მის მემუარები ამ კაცმა დაწერა საფრანგეთში შემდგომში მემუარები ძალიან საინტერესო მემუარებია შესაძლოა საქართველოსაც საუბრობს იქ როგორ მოხდა მისი გაყვანა ჩვენ სამხები ნაკლები ბიჭები ვართ ერთ წელში ხო აი ძალიან საინტერესო მომენტები არის ახლა აქ რითაც მაშინ თავის დროზე თომა ჩაგელიშვილი მესაუბრა ამასთან დაკავშირებით და იმას უთხარი რომ ამას რომელი ქართველი გააკეთე დაწერდა მეთქი ხო როდესაც რუსტამი გაყიდეს და ჩაიყვანეს ის ეგვიპტეში ქართულად დაელაპარაკნენ ადგილობრივი მამლუქები ეს ამბობს რომ ქართველები იყვნენ ყველანიო რა აქ ვიც ჩამიყვანესო და რომ მე დამტრეული ქართულით უპასუხეო იმიტომ რომ ძალიან პატარა ასაკისა ვიყავი როცა თბილისიდან მამაჩემა წამიყვანაო და რადგან ამის გამო დამიწუნესო რა თქვესო რომ ქართველი არ არისო ესო და შესაბამისად ამისგან კარგი მამლუქიო არ გამოვაო იმიტომ რომ ფიქრობენო ისინიო რომ მარტო ქართველისგან და მეგრელისგან ოღონდ ესე წერია ამასთან ესე წერია იმიტომ რომ მაშინ ხა ალბათ იმასინი ჩვენ სამხები რა ნაკლები ბიჭები ვართ ხო ასე ამბობს რომ ანუ როგორ რაღაცო რა რატოა ესო რატო ფიქრობენო ასეო რა ჩვენც ჩვენა ვართ ნაკლებიო ხო ამ შემთხვევაში ესეთ რაღაც აღნიშნავს შემდგომ პერიოდში არის კიდე ერთი ანუ შემდგომ კონსტანტინოპოლში არის კიდევ საინტერესო ერთი მომენტი მისი როცა ის ამბობს აია სოფიას რომ ნახავს აია სოფიას ტაძარს ესეთ რაღაცას ამბობს რომ ესო ჩვენმა იმპერატორმა აღადგინაო ეს ეკლესიაო და გულისხმობს როგორც ჩანს ბასილი პირველს მოხდა რეკონსტრუქცია აია სოფიასი იმიტომ რომ ეს იყო სომხური დინასტია იყო ვიცით მაკედონური დინასტიასაც უწოდებთ ბასილი პირველი დაწყებული რამდენიმე სომხური წარმოშობის იმპერატორი ყოლია ხო იოანე ციმისქოსი და ასე ეს ხოთა შორის დღევანდელ თურქეთში ციმისკესისაც დაიბადა იმ ქალაქს ისევ მისი სახელიდან მომდინარე სახელი ჰქვია. ხო. საინტერესოა ხო და აი რუსტამი ძალიან ბევრგან ავლენს აი ამ თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა საქმესთან. მიუხედავად ამისა, ის მაინც ქართველმა მამლუქმა აიყვანა შემდგომში მსახურად სალიხ ბეი ერქვა მას და სალიხ ბეი მსახურობდა როცა ნაპოლეონი შეიჭრა ეგვიპტეში. აი ამაზე ცოტა ვცლად რომ შევშეთ რატომ არის რომ ნაპოლეონის თითქმის უქართველებით არის დაკომპლექტებული ეს მამლუქთა ელიტა იმ პერიოდში ხო თუ მანამდე ეხა სხვებიც იყვნენ მაინც ამ პერიოდში ძალიან კაფიოდ არის გამოხატული თან საინტერესო ისაა რომ ნაპოლეონის იქ ლაშქრობამ და შემდეგ უფრო მეტი ცნობებიც გამოიწვია მე იმ პერიოდის ეგვიპტეზე რამაც მოხდა საშუალება რომ ბევრი ადამიანის შესახებ შეგვეტყო უფრო მეტი ვიდრე ამ შემთხვევაში იქ აღმოსავლური წყაროებიდან იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი ხო და შესაბამისად ეხა ნახოთ დაწყებული მურად ბეიდან და იბრაჰიმ ბეიდან მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი ორი ლიდერი იმ პერიოდის ეგვიპტისა შესაძლოა მათ შორის გარკვეული დაძაბულობაც არსებობდა ხოლმე. ხშირად ან ქართველი მამლუქებს ყავდა თავიანთი კლანები ეგვიპტეში. ან მე-18 საუკუნეში იმდენად ბევრნი იყვნენ უკვე ქართველი მამლუქები, რომ თავიანთი კლანები ყავდათ და ეს კლანები ერთმანეთს ებრძოდნენ ძალაუფლებისათვის და რაღაცა პერიოდის მანძილზე ქართველმა მამლუქმა ალი ბეი მოახერხა ფაქტობრივად დამოუკიდებლობა მოეპოვებინა ოსმალეთისაგან. რასაც მოყვა შემდგომში, რა თქმა უნდა, ოსმალეთისაგან ჯარის გაგზავნა და ალი ბეის ძალაუფლების დამხობა ფაქტობრივად ეგვიპტეში. ანუ ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რაც მე მუჰამედ ალიმ გააკეთა უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში, ხო, როცა ფაქტობრივად გამოეყო. მანამდე ყოფილა ეგვიპტეში წარუმატებელი აჯანყების რამდენიმე მცდელობა, ანუ ზოგადად ეგვიპტეში და ჩრდილოეთ აფრიკაში ზოგადად ოსმალეთის იმპერიის ძალაუფლება ბევრად უფრო მყიფე იყო ვიდრე იგივე ბალკანეთში ან ანატოლიაში და შესაბამისად ადგილობრივი ელიტები ცდილობდნენ რომ საკუთარი ელიტების ოსმალეთის ცენტრისაგან დამოუკიდებლად კვლავ წარმოება მოეხდინათ და მამლუქების შემთხვევაში საქართველოსთან თუ სხვა კავკასიის რეგიონებიდან ტყვეების ჩამოყვანაც ამის ნაწილი იყო. იგივე მაგალითად ანუ ეგვიპტეში კიდევ თუ ოსმალური ადმინისტრაცია ასეთ ვისი არსებობდა, იგივე ალჟირის დაი ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო და მარტო ნომინალურად ჰქონდა ოსმალეთთან კავშირი, იმიტომ რომ ასე სჭირდებოდა. ანუ აქ როდესაც ვსაუბრობთ იგივე ჩრდილო აფრიკაში ოსმალეთის ხელისუფლებაზე არ უნდა დაგვაწყდეს რომ აქაური ელიტები ბევრად უფრო დამოუკიდებლები იყვნენ და იმის საშუალებაც კი ჰქონდათ რომ ცენტრისგან დამოუკიდებელი ელიტები ეწარმოებინათ და ეგვიპტეში მამლუქების ფენომენს ამ ჭრილში შეფასება საჭირო ჩემი აზრით. კი, ნამდვილად. ანუ მე-18 საუკუნეში უკვე სამხედრო ერთეულებს ან მეტად სანჯაყბეგები არიან რა, ძალიან საინტერესო მომენტია ეს და აი განსაკუთრებით საინტერესოა ალჯაბარტის თხზულება ამასთან დაკავშირებით. ნუ ალჯაბარტი არის მე-19 საუკუნის ყველაზე ალბათ საინტერესო ეგვიპტის შესახებ ვინც წერს, ხო, მათ შორის ნაპოლეონის ექსპედიციის შესახებაც მას აქვს ყველაზე ესეთი ვრცელი ცნობები დაცული და ის ამბობს რომ აქ მაგ იყვნენ მაგალითად ივაზ
ниязбег ალ-ჯურჯი იყო ასეთი ქართველი მამლუქი, ხალილ ქაშიფ ალ-ჯურჯი, უსმან ქათხუდა ალ-ჯურჯი. ეს ალ-ჯურჯი მიანიშნებდა თქონდა ეთნიკურ წარმომავლობაზე, ანუ ქართველობაზე მათ იყო. გ არ არის შეიძლება ჯო. მე გულწრფელი დიალექტს აქვს გ, მაგრამ სტანდარტულ არაბულში გ არ არის, ან ხდება ან ჯო. ხო, ეხლა ჩვენ მე უკვე ვახსენე ალი ბეი და მან მე-18 საუკუნის შუა ხანებში ეგვიპტეში იყო კიდევ ძალაუფლების სათავეში იბრაჰიმ ქათხუდა ერქვა, ცნობილი ქართველი მამლუქი. ეწოდება მამასახლის ქალაქის თავი ამ შემთხვევაში. რომელიც მამლუქთა ოლიგარქიას ენდად ფაქტობრივად მართავდა ამ პერიოდში ეგვიპტეს. მას შემდეგ ან ოსმალეთის ალბანელი მოხელის მუჰამედ ალის მმართველობამდე, ხო, რომელიც 1805 წელს ჩაუდგა ეგვიპტეს სათავეში, ქართველი მამლუქები ფაქტობრივად განაგებდნენ. ანუ იბრაჰიმ ქათხუდადან დაიწყო ეს ყველაფერი სადღაც შუა ხანებში და სანამ მუჰამედ ალი მოვიდოდა, მანამდე ფაქტობრივად თლიანად ყოველთვის ქართველი მამლუქია სათავეში ხოლმე ეგვიპტის ეგვიპტეში მოქცეული. და მუჰამედ ალის შემდეგაც მამლუქების ბოლომდე განადგურება თლად სწორი არ არის. მათი საკმაო ნაწილი უბრალოდ ელიტურ და ბურჟუაზიულ ოჯახად დარჩა. შეერწყა ასე ვთქვათ, ეს მმართველობას, ხო. და საბოლოო ჯამში ეგვიპტის ტრადიციული ელიტა ნასერის მოსვლამდე ძირითადად კავკასიური ან ბალკანური წარმოშობის ენობრივად პრესტიჟის ენად თურქულის მქონე რაღაც დოზით ვესტერნიზებული საზოგადოება იყო. ანუ ეს ძველი ალექსანდრია რომ გვახსენდება იგივე ფორსტერის და იმათი წიგნებიდან ეს ძველი ალექსანდრია იყო მაგათ ერთ-ერთი კულტურული ცენტრი ამ ძველი ელიტების. კიდევ ცნობილი ფილმიდან მუმიიდან. მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი, რომელიც გვარიც კი ვიცით, ხო, შინჯიკაშვილი იყო გვარად და თუ ზუსტად მახსოვს წერილისკია შემორჩენილი. წერილისკია შემორჩენილი, როცა ის მას ურდა რომ დედამისისთვის ეკლესია ახლოს აეშენებინათ, იმიტომ რომ მოხუცებული იყო იმაში და სოფელი მარტყოფიდან იყო ის და ძალიან საინტერესოა რომ აი რამდენად მან ჩინარჩუნებული ქონდათ მათ გარკვეულწილად ეს იდენტობა. ეს ნიშნავს რომ არც ისე პატარა ასაკიდან ხდება მათი წაყვანა, ხო. და თევშიმეშიც როგორც მეჰმედ ფაშას მაგალითი ვახსენეთ, საკმაოდ ხშირად იდენტობა არსადაც არ მიდიოდა და განსაკუთრებით მაღალი რანგის ფიგურები ვინც იყვნენ, ნაცესებს მეც არ იწყებდნენ. იგივე მაგალითად ჯერ კიდევ სულეიმანის დროს მისი მთავარი ვეზირი ფარგალი მეჰმედ ფაშა, რომელიც ნუ თევშირმე არ იყო, სამხედრო იყო როგორც მახსოვს. იმით იყო ცნობილი რომ შემდეგ თავისი მშობლებით ჩამოიყვანა სტამბოლში. საინტერესოა სოციალისტ ალჯაბარტის გარდა არის კიდევ ერთი საინტერესო წყარო, მანუჩარ კაჭკაჭიშვილი იყო ასეთი ქართველი ელჩი, რომელიც გაგზავნილი იყო ეგვიპტეში ამ პერიოდში, რუსეთის საკონსულოსთან ჰქონდა ეგ შეხება და სავარაუდოდ მასთანაც უშუალო კონტაქტში მათ ძალიან საინტერესო ცნობები შემოგჭა. ამავე დროს ესენი შეესწრონეს ქართველი მამლუქები ნაპოლეონის ყველაზე ეგზოტიკურ ლაშქრობას, ხო? ხა წარმოვიდგინოთ რომ ამდენი საუკუნის მანძილზე არავინ ეგვიპტეში არ შეხებია ამ თვალსაჩინით, ბოლოს ჯვაროსნები რო იყვნენ, დამიეტას ალყარო იყო იმის შემდეგ ფაქტობრივად და უცებ ფრანგები მოადგნენ ეგვიპტეს და იწყება მათთან ბრძოლა. სხვაშორის აღსანიშნავი არის ის, რომ ძალიან დაასუსტა ნაპოლეონთან ომმა, შემდგომში მამლუქები, რაც რა თქმა უნდა სათავისოდ გამოიყენა მუჰამედ ალიმაც. იმიტომ რომ ხა ნაპოლეონთან ბრძოლაში თავდაპირველად ხა მამლუქებს კი ძალიან ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ამათ გადაულითო ეგრევე რა, იმიტომ რომ დაინახეს ქვეითი ჯარით იყვნენ ისინი ფრანგები და შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფრანგული კარეები გაცილებით უფრო ტექნოლოგიურად წინ წასული ძალა იყო. შესაბამისად მამლუქები მარტივად დამარცხდნენ ძალიან ცნობილ ბრძოლაში იმბაბასთან, ანუ 1798 წელს ეს პირამიდებთან ბრძოლის სახელით, რომელიც არის ცნობილი და იძულებულები გახდნენ, რომ ზემო ეგვიპტისკენ დაეხიათ, ზემო იგულისხმება სამხრეთისკენ, ხო, ეგვიპტეში ესეა, ხო? და შესაბამისად იქ მე ნაპოლეონმა დაადევნა მათ რამდენიმე გენერალი, დანარჩენი ძალებით ის მე აგზელებს ეგვიპტის ექსპედიციას. საბოლოოდ მას შემდეგ რაც მან დატოვა ეგვიპტე და თან წაიყვანა სხვაშორის ქართველი მამლუქებიც, როცა დაბრუნდა უკან, არა მარტო ქართველი, მაგრამ ზოგადად მამლუქები წაიყვანა თან. ეს უფრო მეტად მას ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, დემონსტრირებისთვის იმისა, რომ ის იყო ეგვიპტის დამპყრობელი, ის იყო ამ შორეული აღმოსავლეთის რაღაცა ალექსანდრე და ასე შემდეგ. კიდევ ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ტრადიცია რამზესმა რომ ჩაატარა ეს თავისი ტყვეები და თავის ბენეფისზე. ხო, და შესაბამისად ეს მამლუქებიც ამას ემსახურებოდნენ. თანაც ნაპოლეონს უნდოდა რომ შემდგომში შეექმნა მათგან პატარა რაზმი, რომელიც მის საიმპერიო გვარდიაში იქნებოდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ეს რაზმი. ბოლოს მამლუქები არ ამსახურებდნენ. ხო, უკვე გადაცმული ფრანგები იყვნენ, გადაცმული მამლუქების დასაცმელებში და ესენი იყვნენ, იმიტომ რომ ვინც აიყვანა მამლუქების უმრავლესობა აღმოჩნდა ასაკიანი უკვე. ანუ მათ უკვე აღარ შეეძლოთ ფიზიკურად სამხედრო სამსახურში ყოფნა, ასე რომ გაათავისუფლეს ისინი. სხვადასხვა მისცეს რაღაცა პოზიციები, მაგრამ მათ ადგილზე ფრანგები აიყვანეს და იმათ ჩააცვეს აღმოსავლეთ დასაცმელი. მამლუქებს რაც მახსოვს, საკმაოდ ბევრი ამერიკ კათოლიციზმი მიიღო, ფრანგი ხალი მოიყვანა, გაფრანგდა. კი, სხვათა შორის მათ შორის უნდა დავასახელოთ აუცილებლად ქართველი მამლუქებიც, მათ შორის არის მუსაჰა გიორგი იყო, ასეთი იყო გიორგი მეგრელი კიდე, რომელიც დასახელებული არის დასახელებული ძალიან საინტერესო ფიგურა შაჰინი, მამლუქი შაჰინი, რომელიც ყველაზე გამორჩეული არის, ალბათ მათ შორის ვინც ნაპოლეონს წაუყვანია თან, წერია რომ თბილისთან იყო დაბადებულიო, ამ შესახებ რაც
ვიცით, რომელიც ძალიან დიდი კარიერა ჰქონდა, თითქმის ყველა კამპანიაში მონაწილეობდა ნაპოლეონისა. ეს უშუალოდ ბრძოლის ველზე იბრძოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ არის დაჭრილი, გონი 20-მდე ჭრილობა ჰქონდათ რაღაც მიღებული ბრძოლაში. მათ შორის ესპანეთში ძალიან ცნობილი ის რო ნახატი, გოიას ნახატი, ხო? როცა ქუჩაში ესხმიან თავს ესპანელები მადრიდის ქუჩებში, მამლუქების რაზმი რომ არის შესული მადრიდში და აი იქ გამოსახული მამლუქები და შეიძლება რომელიმე არის კიდევაც, ხო? ეხლა როცა გოია თავის ფანტაზია მიეშველა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს, მაგრამ საინტერესოა. ასევე ვატერლოოს ბრძოლაშიც კი მონაწილეობდა შაჰინი, ნაპოლეონის ადიუტანტი იყო თან და ასევე აღსანიშნავი არის მისი კარიერიდან ალჟირის დაპყრობაში მონაწილეობა. ანუ 1830 წელს ის კიდევ საფრანგეთის სამსახურშია და ალჟირის დაპყრობაში მონაწილეობს შემდგომში. და მოკლედ ამ ადამიანებს ჰქონდათ საფრანგეთში ახალი ცხოვრება. მათ შორის ზოგიერთ ქართველს ზუსტად ამ მამლუქებიდან, ასე რომ საიდან სად მოხვდნენ ისინი, ხო? ასე რომ რუსტამის გარდა, რომელიც ნაპოლეონის პირის ფარეში იყო ფაქტობრივად და მისი პირადი მსახური იყო და არანაირი მას სამხედრო ეს არ ქონია, ხო? რაღაც ლეგენდები ვრცელდება ხოლმე, რომ ნაპოლეონს სიკვდილს გადაარჩინა ბრძოლის დროს და შემდეგ აბსოლუტური სისულელეა. მის მემუარებიდან თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ მისი მთელი თავგადასავალი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიფათი, რაც ორჯერ და სამჯერ გადაიტანა. ერთი იყო ილაოს ბრძოლაში, როცა თოვლში ჩავარდა და კიდევ მას ძლივს ამოათრიეს იქიდან. ერთხელ იყო რუსეთის კამპანიის მერე ცხვირი მოეყინა და მერე ექიმმა უღაც ასწავლა ისე რომ ის დაებრუნებინა ნორმალურად, თორემ მოძრებოდა ეს ცხვირი ამ ყინვისაგან და ცხენიდან ჩამოვარდა მარენგოს კამპანიაში სამწავიდოდა ნაპოლეონი, რუსტამი ცხენიდან ჩამოვარდა და ისეთი ტრამვა მიიღო, რომ ერთი წელი საწოლიდან ვერ დგებოდა და ვერ მიიღო მონაწილეობა ამ სამხედრო კამპანიაში, ხო? ერთ-ერთი შემთხვევა კიდევ გონი ეს იყო ასპენეს ლინგის ბრძოლზე, როცა მას ჩალმა, თეთრი ჩალმა ეხურა თავზე და ტყვია გაარტყეს იმაში, რა ქვია, ქუჩში რა, იმიტომ და მე ნაპოლეონმა გააფრთხილა, რომ თეთრი ჩალმა ვაღარ დაიხურო, ამის შემდეგ, ხო? ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, სამხედრო მოღვაწეობა, უფრო მეტად ამ კაცისა, უფრო მეტად ის იყო ნაპოლეონის პირადი მსახური, რომელსაც ჰქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ის იყო გამოხატულება ნაპოლეონის აი იმ დიდი რაღაცა იმპერიული ამბიციებისა, რომ აღმოსავლეთის დამყრობი არის ნაპოლეონი, იმიტომ რომ აღმოსავლურად ჩაცმული მსახური იქიდან ეგვიპტიდან ჩამოყვანილი, ხო, რა ვიცი, ეხლა ეს ნაპოლეონს სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, თავისი იმიჯისთვის, რომ ძალიან კარგად შეერგო. მას შემდეგ ნაპოლეონს როგორც ეს იმ რეგიონებში კამპანია აღარ უწარმოებია. არა, სხვადასხვა ქონდა შეშორეული გეგმები გვიანდელ პერიოდში, მაგრამ უბრალოდ ნაპოლეონს ამისთვის აღარ ეცალა ნამდვილად და ვეღარც მოხდებოდა ეს შემდგომ. და ოსმალეთთან მოლაპარაკებების რაღაცების გამორიცხავდა მაგას, ვინაიდან ოსმალები იმ პერიოდში ფრანგებთან პირიქით დაახლოებას ცდილობდნენ. ხო, რა თქმა უნდა. ასევე უნდა ითქვას, რომ აი ნაპოლეონის ეგვიპტის ოსმალეთისგან აი ფაქტორმა ჩამოცილებამ აი მუჰამედ ალის მმართველობის პერიოდში, მამლუქთა სისტემის დასუსტებამაც ნაპოლეონის ლაშქრობებში და რუსეთის შემოსვლამაც კავკასიაში, ამ ყველაფერმა ერთად ნენლა ძალიან შეამცირა მონების გაყვანის რაოდენობა. ხა ვერ შევადარებთ იმ მასშტაბებს, რაც ხდებოდა, ხო? ეგვიპტის ჩამოცშორება მამავე დროს სუდანის და აბისინის კანალი დაკეტა და ზანგი მონები ფაქტობრივად გააშვიათ. ხო, მით უმეტეს. ამის შემდეგ ძირთად სუდანელები ხვდებიან ოსმალეთში შავკანიანი მონებიდან და ეგეც უკვე ნელა უკვე საკმაოდ იშვიათად. ხო, ქართულ მონებზე მოთხოვნა მაღალი კი იყო უკვე ამის შემდეგ, იმიტომ რომ გაიშვიათ და ფასმაც მოიმატა, რა თქმა უნდა, უნებრივია, ხო? რადგან მონების ნაკადი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და ამის მაგალითია ზუსტად იმედაც მოყევი თავის ძოზე, როცა ჩერქეზი ქალებს ცდილობდა რომ გაესაღებინათ როგორც ქართველი ქალები, იმიტომ რომ იმათ ქართველის ყიდვა უნდათ და ამათ არ ყავდათ ეს ქართველი მონა ბაზარზე და შესაბამისად ჩერქეზი უნდა გაეყიდათ როგორც ქართველი. შემდგომში კავკასიელების საქართველოს მაგ ხაზით ინტეგრაცია საკმაოდ მოხდა ოსმალეთის ელიტაში და მიუხედავად იმისა, რომ მონობრივი და ეს მასეთ როგორ მოხდნენ ის ხალები დღემდე ნაწილობრივ ტაბუდადებული თემაა და მაგაზე ლაპარაკი ბევრს არავის უყვარს, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ საკმაოდ სერიოზული კლანები შეიქმნა თურქეთის ძალოვან სტრუქტურებში ჩრდილო კავკასიელების პირველ რიგში ჩერქეზების და დღემდე ის რომ ვიღაცას ბებია ქართველი ჩერქეზიან რაღაც მასეთი ჰყავს მექანიკოდ იმასთან ასოცირდება, რომ ოსმალეთის სასახლესთან და ჰარემთან რაღაც კავშირი ჰქონდათ. ვინაიდან, როდესაც უკვე ოსმალეთის იმპერია დაიშალა, ის შემორჩენილი ქალები, რომლებიც ჰარემში იყვნენ და უმეტესობა კავკასიური წარმოშობის იყო, როგორც წესი, გაათავისუფლეს და შემდეგ უკვე ანუ ვისაც ასაკი უწყობდა ხელს ახალგაზრდა იყო, გათხოვდა, შორობრივი ოჯახები შექმნეს. ვინც არა და პენსია დაუნიშნეს და რაღაცა და კულტურული ფრანგული მცოდნე პიანინოს დამკვირველი უბნელი დეიდა ამბებიები და მასე დარჩნენ მეხსიერებაში და აი რა შეიძლება აი ამით რო შეგვიძლია რაღაცნაირად დავაბოლოვოთ ვეზირების შესახებ. ამიტომ ოსმალეთში იყო ხო ქართული წარმოშობის ვეზირები. საკმაოდ ბევრი. აი ეს ვეზირები იყვნენ წაყვანილი მონები თუ იყვნენ უბრალოდ გამუსლიმებული ქართველები, რომლებიც დაწინაურდნენ შემდგომში იერარქიაში. ზოგიერთ მათი უმეტესობის ადრეული ბიოგრაფია არ ვიცით, მაგრამ ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები ვინც იყვნენ, იგივე
გურჯ მეჰმედ-ფაშაზე ჩანს რომ სავარაუდოდ ის სინან-ფაშა აქროთა შემოჭრა სავარაუდოდ შეიძლება თვითონაც დასთქვა დამსახურად ანუ არის ცნობები რომ სამხედრო იყო მაგრამ არის არანაკლებ სარწმუნო ცნობები რომ დებაყოფლობით ჩადგავს ხალხის სამსახურში უფრო გვიანდელებს რაც შეეხება იგივე ქოჯა იუსუფ-ფაშასთან იგივე მაგალითად შემდეგ უკვე ნადიმ-ფაშას და სხვებს ისინი უკვე საშოვარზე დებაყოფლობით წესული ქართველების შთამომავლები იყვნენ ანუ ამ შემთხვევაში უმეტესობაზე არ ჩანს რომ ესენი ასე ყვეწაყელი წაყვანილები იყვნენ რაც ჩანს სხვადასხვა მიზეზების გამო ოსმალეთში მოხვედრილი ხალხის შთამომავლები იყვნენ ხო გასაგებია ხო მეც დაახლოებით წარმოგვიდგენია მქონდა მარშალი ვასიფ-ფაშა გურიდან იყო მოტაცებული უკვე მე-19 საუკუნის ფიგურა ეს მარშალი ვასიფ-ფაშა და ის გურიდან იყო მოტაცებული დადასტურებული ფაქტია ხო მოკლედ რომ აი ეს შევაჯამოთ მთელი ეს ეპოპეა რაც ეს მონათვაჭრობის პერიოდს ეხება უნდა ვთქვათ ალბათ შეფასებას თხოვს ხოლმე ზოგჯერ რომ საქართველოსთვის ეს იყო ძალიან დამაზიანებელი თავის დროზე იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ რომ ქვეყანა რომელშიც ისედაც დემოგრაფიული მდგომარეობა არასდროს არ იყო ხოლმე ხო რაღაცა მაღალი იმიტომ რომ ეს იყო მთაგორიანი სახელმწიფო რესურსებით მწირი და მით უმეტეს დასავლეთ საქართველო აქ იყო მოსახლეობა საკმაოდ მცირერიცხოვანი მეჩხერი და აქედან ხდებოდა მიუხედავად ამისა ძალიან დიდი რაოდენობით ამ ადამიანების გადინება ხო რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენდა იმაზე რომ სუსტდებოდა ადგილობრივი მმართველობაც სუსტდებოდა მეფის ძალაუფლებაც მეურნეობა მოიშლებოდა ბუნებრივია მუშახელის გარეშე რომელიც რა თქმა უნდა ოსმალეთში იყო გადინებული ამ პერიოდში ეს ზეგავლენას ახდენდა პრესტიჟზეც თავისთავად ხო და ნუ არ ითვლება ხა გვინდა არ გვინდა მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს ჰქონდათ შემოსავალი ამითი კარგტონად არ ითვლებოდა ნამდვილად მონათვაჭრობა და მონათვაჭრობაში მონაწილეობა ხო დიახ და ამავე დროს ეს ოსმალებშიც ძალიან ცუდ რეპუტაციას უჩენდა არა მხოლოდ ქართველებს არამედ ზოგადად კავკასიელებს ხო ისე საინტერესოა რომ ეს ალბათ უფრო გვიანდელ პერიოდში იმიტომ რომ ხა ოსმალები თვითონ ყიდულობენ ამ მონებზე მიუხედავად ამისა და ეს შიდა ორიენტალიზმი უკვე აჰმედ მითათის და ფათმა ალიეს პოლემიკაც ვახსენეთ უკვე იქამდე მიდიოდა საქმე რომ ბევრი სხვამხური პროგრესული უკვე გვიანდელი ოსმალი თურქი ფიგურაც კი ამ ჩერქეზებით მონობას იცავდა ამ ჩრდილოკავკასიელების მონობას ასე მაგალითად უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში როდესაც უკვე ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ საბოლოოდ უკვე ყველანაირი მონობა გაუქმდა მაგ პერიოდში 1990-იან წლებში იყო ასეთი თურქი მწერალი სხვა შორის ქართული წარმოშობის ოღონდ ესეც მერე ოსმალეთის იმპერიაში ინტეგრირებული ქართული თავადური გვარიდან ნაჰიდ სირრი მერე უკვე ორიქია იყო გვარად და საკმაოდ კლასიკური რომანების ავტორია და ისიც კი ამ კავკასიელი მონებით ვაჭრობას ამართებს იმ გაგებით რომ ისეთ ბარბაროსულ ოჯახში და ფათმალიეს მსგავსი არგუმენტებით ანუ იმ გაგებით რომ ისეთ ოჯახებში და ისეთ ხალხში სადაც საკუთარ შვილებსაც ყიდიანო ბავშვების დატოვებას ჯობს ისე ჩვენ ვიყიდოთ და ცივილიზაციას ვაზიაროთო ну რა თქმა უნდა ხა იმას თავიანთი გადმოსახედიდან უყურებდნენ ამ იმას ხო ეს ხდება ძალიან გვიან თქმა უკვე 1909 წელს როდესაც დაამხეს აბდულჰამიდი და მოხდა ახალგაზრდა თურქების რევოლუცია კვლავ რომ დაიწყო მონობის გაუქმებაზე საკმაოდ სერიოზული დისკუსიები კვლავ ისევ ამ არგუმენტის გარშემო ტრიალებდა მაგრამ ამჯერად განსხვავებით მე-19 საუკუნისაგან ყველანაირი მონობა გაუქმდა თუმცა საბოლოო ჯამში რესპუბლიკის პერიოდშიც კი გარკვეულ იგივე კავკასიურ პირველ რიგში ადიღეებში რაღაც მხრივ ტყვეთას ყიდვა შემორჩა ოღონდ ეს ამას უკვე რასახე ჰქონდა ამას ჰქონდა უკვე ერთგვარად ის სახე რომ განსაკუთრებით ეს ჩერქეზები ამჯერად უკვე თავიანთ ქალიშვილებს ყიდიდნენ ძალიან დიდ ფასად სტამბოლელ მდიდარ ოჯახებზე და როგორც ზოგიერთი ჩრდილოკავკასიური დიასპორის მკვლევარი ამბობს დღევანდელი სივასის და ქაისერის ტერიტორიაზე ისტორიულად ჩერქეზებით დასახლებულ რეგიონში უზუნია ილაში უბრალოდ ჩერქეზების გათურქებაში დიდი როლი ამანაც შეასრულაო ვინაიდანო არც ერთ მამასო არ უნდაო რომ ღარები გაფხეკილი ჩერქეზისთვის თავის ქალი მიეთხოვებინა და სტამბოლში ყიდიდაო და შესაბამისად უბრალოდ ჩერქეზებით აქორწინებდნენ ადგილობრივ ავშარ და თურქმენ ქალებზე და გათურქდნენო ქართულ ენაზე ამ თემაზე არც ისე მდიდარი ლიტერატურა არ აქვს ხო მიუხედავად იმისა რომ არის ალკეული გამოცემები ტყვეთას ყიდვაზე სტატიები შემხვედრია მე და ასე შემდეგ ძირითადად მაინც ყველა ორი ძირითადი მიმართულება რაზეც ასე თუ ისე ნამუშევარია კარგად ქართულ ენაზე ეს არის ეგვიპტის მამლუქები გოჩა ჯაფარიძის ნაშრომებს გირჩევთ ყველას რომ გაეცნოთ როგორც ქართულ ენაზე ისე ინგლისურ ენაზეც არის გამოცემული კრესელიუსთან ერთად გოჩას აქვს შესანიშნავი სტატია მამლუქებზე მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საქართველოს და ეგვიპტის
პროექტის მამლუქები, ეს წიგნი ელექტრონულად იშოვება სხვადასხვა რადგან რუსთაველის ფონდს აქვს ვალდებულება, რომ ყველა ეს წიგნი, რაც მათ ფონდის დახმარებით გამოიცემა, ელექტრონულად უნდა იშოვებოდეს, იმიტომ რომ არ იყიდება კომერციულად, ანუ ისე ვერ იშოვით ვერანაირად და შესაბამისად ელექტრონულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, იმიტომ რომ არაკომერციული წიგნია. შესაბამისად ამ წიგს გირჩევთ ნამდვილად, ასევე კოკი ფერაძეს აქვს საინტერესო ნაშრომები ძალიან ჩრდილოეთ აფრიკაში, აი ზუსტად შენგან ნახსენები ალჟირი, მაროკო, ტრიპოლი და შემდეგ იქ მყოფ ქართველ ფაშებზე, რომლებსაც ასევე ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ, ხო, ბოლო-ბოლო, ამაზე ცალკე ეპიზოდის გაკეთება შეიძლება, იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ამ ადამიანებს თავიზოზე იქ ხა ბოლო-ბოლო, ესენი ჩართულები იყვნენ იქ მეკობრეობაში, კონტრაბანდაში, ამერიკელებთან ურთიერთობაც კი ჰქონდათ, გადაკვეთა ბერბერული ომი რო ჰქონდათ ამერიკელებს, ხო? ეს იყო დამოუკიდებელი ამერიკის პირველი ომი, სხვადასხვა. და სწორედ ჩრდილოაფრიკული მონათვაჭრობის წინააღმდეგ ეს ბარბარიელი კორსარები, ბერბერი მეკობრეები. ხო, ზუსტად და შესაბამისად ამ ბერბერი მეკობრეების და კორსარების სადავეში ხშირად ადგილობრივი ქართველი ფაშებიც. და შემდეგ უკვე ალჟირის საფრანგეთის მიერ დაპყრობაში საერთაშორისო საზოგადოება ამანად შეამზად ამ ბერბერის ომებმა. ბერბერის ომებს, კი ბატონო. ასე რომ გირჩევთ ქოჩა ჯაფარიძის და კოკი ფერაძის ნაშრომებს, იმედი მაქვს რომ მეტი დაიწერება ამ თემაზე და უკვე სტატისტიკური კვლევაც მოხდება მართლა, იმიტომ რომ ჩვენ რაც გვაქვს ასე თუ ისე რიცხვები უფრო როყიო რიცხვებია. და აი რამდენად მასშტაბური იყო ამის განსაზღვრა, რამდენად შეძლებელია, ანუ ამაზე შეგვიძლია მე უკვე ამ კვლევების შედეგად იმედია ოსმალეთის არქივებშიც ვინმე ისეთი ვისაც ეს ჩვენი სასიკადო წინაპრების კათედრების დარდი არ აქვს, სერიოზულად იმუშავებს ამ თემებზე. მე მაინც რა არის, საერთოდ ეს საკმაოდ კივნეული თემა, ანუ მესმის, მე მაგალითად ხომ საზოგადოებისა, რომ წარმოვიდგე რომ ქართველებს ყიდიდნენ მონებად, ხო? ხა გასაგებია რომ ოსმალეთის იმპერია სჭირდებოდა ეს მონები და ის ყიდულობდა, მაგრამ ქართველი ხო ყიდიდა, იღებდა მონაწილეობას ამაში. თავისთავად ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. მაგრამ ხა ეს ისტორიაა რა ბოლო-ბოლო და თუ არ იცი შენი ისტორია, რა თქმა უნდა ამ საკითხების გარშემო ეს ძალიან დიდწილად გაზარალებს მე შემდგომში. ასე რომ ჭირდება ოსმალისტები. კი, კომენტარებში ალბათ იქნება თვითონ გააკეთოს თვითონ იმუშაოსე, მაგრამ რეალობა ის რომ ყველა თურქოლოგი ოსმანისტი არ არის. მე უფრო ახალი პერიოდის თურქეთზე ვარ სპეციალიზებული და ოსმანისტობას კიდევ ცალკე მომზადება შეიძლება. შეიძლება. მე ხედავ უმეტესობა არ არის ოსმანისტი თურქოლოგებისა შესაბამისად. ოსმალური ლიტერატურა და თან ოსმალურად კითხავს ერთი ძალიან თავისებური სპეციფიკა აქვს. იმ კალიგრაფიის სტილებს კიდევ ცალკე სწავლა უნდა და ამის მიუხედავადაც ახლაც მახსოვს იგივე თურქეთში ჩვენი ოსმალურის ლექტორი სულ გვიმეორებდა. რაც არ უნდა კარგად ისწავლოთო, ხელნაწერების კითხვა მაინც ყავაზე მკითხაობაზე მგონება ბოლომდეო. მოკლედ კარგი ნაბიჯი გადაუდგამს თავიზოზე ათათურქს. ანბანის ლათინური. მასე გამოვიდა კი. ნამდვილად. მადლობა სტუმრობისთვის. მოსმენელებს მოუწოდებ რომ გამოიწერონ და მოიწონონ წარე პოდკასტის ვიდეოები. იმედი მაქვს რომ მალე დაგებრუნდებით საინტერესო ეპიზოდებით. ახლა კი შემიძლია დაგემშვიდობოთ. კარგად იყავით მომავალ ეპიზოდამდე.